სალამი აი 2 წუთში დავიწყოთ. გამარჯობა. სალამი. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობათ. გამარჯობა. აა მოკლედ დღევანდელი ლექცია ესეთია. ჩემი ერთ საინტერესო ლექცია არის და მგონია რომ რაც სამომავლოდ დიდი ხანი არ ემუქრება არაფერი, ან მგონია კიდე უფრო და უფრო გაიზრდება. დღესაც ვილაპარაკეთ მაგ ყოველფრის მნიშვნელობა. აა იდეაში ხავართ იმ ეტაპზე, რომ ტრადიციული მიმართულებები რაც არის, რა page of page როგორც ყოფენ, ეგ ამ კურსზე რასაც ვფარავთ მაგდონეზე ბოლოში გავედით და ამდენი ლექცია დაგვრჩა, მგონი 4 ლექცია დაგვრჩა, ხო? დღევანდელი არის ლოკალური SEO, რომელიც როგორც გითხარით არის ცალკე მიმართულება ბევრი ადამიანისთვის და ცალკე პროფესიები არის და ეიჯენსიები არის, ვინც ლოკალ SEO-ს აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ. დაგვრჩა მე AI-ზე ცალკე ლექცია, რომელიც უცებ ბევრ რაღაცა შევეხებით და ვეცდები რომ მაქსიმალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია. მე თვითონაც ტესტავ ბევრ რაღაცებს და პლუს 2 შაბათს მაგ შეხვედრა ზუსტად ჩვენ ლექციამდე სემრაში წარმომადგენელთან, რომელსაც უნდა მანახოს რაღაც სუსუ ახალი თულები და როგორ იყენებენ საქართველოს ბაზარზე არის მუშაობს, მაგრამ ნებისმიერი თუ UK, ამერიკა, კანადა, ავსტრალია, მეგონი საფრანგეთი, რაღაც ეგეთი ქვეყნები არის და ინდოეთი, რაზეც უკვე
ესე თქვა მთლიანად არის მორგებული რა. ეხლა დღეს მინდოდა მაგის გავლა, მაგრამ ახლა კოლი მაქვს და უფრო დეტალურად თუ დამიხსნა, მირჩენია რომ ორშაბათს თავიდან გავიაროთ. და მე უკვე გექნება თორნიკეს ლექცია რაღაც ერთი არის რეპორტინგი როგორც მახსოვს და ერთი რაღაც ტექნიკური ნაწილი. და მე უკვე ფინალური დავალების განხილვა რა. აა, ერთი სანამ ლექციას დავიწყებ, რაც მინდა გითხრათ, არის რომ ეს top page-ის ამბავი მოკლედ გავარკვიე რაც ხდება და ანუ გახსოვს გიხარით რომ არის ჩვენი თავარი აკაუნთი, სადაც ვიხდით რან მახსოვს რამდენს $240 თუ სწორედ მახსოვს და მე per user-ი არის $60, $62. აი per user აკაუნთებზე ეგ სექცია გააქრეს რა. და მე რო SEO rank ფაი ან თავარი მეიგით რომ შევედი რომელიც შემთხვევით შევედი რა, იდეაში მე ჩემი მაქვს ხოლმე და თავარზე იშვიათად შევდივარ და დამხვდა იქ top page-ის რეპორტი და ხო რა, ეხა უშამბას ვაპირე რომ ვკითხო რომ ან თხოვო რომ თქვენთვის იქნება დროებით გახსნას, ან ფინალურისთვის აი კონკურენტების top page რეპორტი რაც არის, მაგ ყველაფერს ბოლოს და ბოლოს Excel-ის ფაილით მოკაცდით და იგივე იქნება რა, რომ კონკურენტების top page-ები გიქნებათ. სამომავლოდეს რას ნიშნავს ხო რა აი ძალიან ხელში შემშლელი არის კითხავ რომ თუ აქვთ გეგმა რომ დააბრუნო რომ ძალიან რაღაცა ოსილობას გამოთქვას ანუ აი ძალიან გბოჭავენ და გეუბნებიან რომ დაამატე ფული რეალურად ხოლმე ყველაფერს გავარკვევ ნუ ეგ იმას ნიშნავს რომ რაღაც მომენტში სიტყვაზე თქვენ კლიენტს თუ ექნება აკაუნთი ან როგორც იქნება უნდა ითხოვოთ რომ თავარი მეილის შეგიშვან თუნდაც 2 დღე ან 3 დღე რომ აი Excel-ში გადმოიტანოთ და ეგ data თქვენთვის მაინც გქონდეთ ცალკე. ან ხო, ნუ გრუპლენი თუ აქვს და ყველა იუზერისთვის ეგ ნაიდი აქვს, ხო, კაი, მაგრამ ყველაზე რეალისტური ალბათ ეგ არის, რომ რაღაც რამოდენიმე დღით დაშეიძლება რომ 2 საათითაც რო შეგიშვან და Excel-ში გადმოიტანო ყველაფერი, საკმარისი იყოს რა. ხო, მაგ ყველაფერზე მოკლედ კიდე რამე რასაც გავარკვევ, გეტყვით. შემდეგ ლექციაზე როგორც გითხარით, AI-ზე გვექნება ლაპარაკი და შეიძლება რომ მარტო SEO-ზე არ იყოს და რაღაც ზოგადად განვიხილოთ რაღაც მიმართულებები. და ხო რა დანარჩენი უკვე ჩემი რჩევა იქნება რომ ფინალურისთვის მომზადება დაიწყოთ რაც იქით კვირიდან მაინც რა. მანამდე კითხვა მაქვს ვინმეს ხო არ აქვს SEMrush-ზე რამე პრობლემა წესით ყოველს უნდა ჩართოთ. ან ხო შეამოწმეთ რა, იმიტომ რომ ძვალი ისევ თუ უკეთესი. კი, მე შევამოწმე, უბრალოდ ერთი რაც არ მახსოვს, როდისთვის უნდა გავუკეთებინა ეს ბოლო link building-ის დავალება. არ მახსოვს რომ ის გითხარით ჩათვალეთ რომ აწი როგორ არის ის ჩვენთვის თავი არის ფინალურს როგორ გააკეთებთ. ამიტომ building-ის დავალება როცა მოგიხერხდებათ, მაგ დროს ჩამაბარეთ რა. თქვენთვის არის ჩათვალე რომ თუ რამე შეჭი გეყარებათ, დაგიკონფირმოთ რომ სწორედ აკეთებთ. კი ბატონო. კიდე რამე კითხვები ხო არ გაქვთ აქამდე რამეზე, სანამ local SEO-ს ლექციას დავიწყებ. ანუ ფინალურ იმაშიც ისმის ჩემი ხო? კი. და ფინალურ გამოცდაში აუდიტიც იქნება ხო რა თქმა უნდა. კი, ყველაფერია საერთოდ. ყველაფერი იქნება. ვაფშე ყველაფერია. აჰა. მე ჩათვალეთ რომ თქვენი პირველი პროექტია რა კლიენტი მოვიდა გითხრათ რომ რავი ეს რა ქვია ალფა ვარ და რას ვაკეთებთ და თავიდან ბოლომდე keyword research-ი, content-ის გეგმა, ბრიფები, page ბრიფები, link building-ის ფაილად, link building-ზე ერთი რაღაც ბარემ გეტყვა, ცოტა ისეთი ტიპი არის რა, ადრე არ ვეუბნებოდით ხოლმე, მაგრამ აი ძალიან სწორ ხაზოვნად არ მიუდგეთ და რაზეც გელაპარაკეთ, ეცადეთ რომ ყველაფერი გაიხსენოთ და მაქსიმალურად ამომწურავი ფაილი მიცეთ რა. აი რა ჭკვიანურად როგორ შეიძლება ლინკები მოვიპოვოთ, აი ისურვეს მაგალითი რო იყო, რომ რაღაცა უნივერსიტეტებში რაღაც ჩაატარეს და ეგეთი კრეატივი ჩართეთ მაქსიმალურად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის link building-ის ნაწილი რა და რაც რო გადის მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება. კიდე შეიძლება ეგ კითხვას უცხოებს. მიზუგა. კაი, ბოდიში გასო. აი თვითონ ახლა ინდექსინგის ისე იყო ბოდიში და აუდიტის დავალებაში და ფინალურ დავალებაში ანუ თუნდაც ჯერ მარტო ეს რა ვიყოთ რა აუდიტის მან მაგალითებში ის ხო არა მიროში გაკეთებული პეიჯი როგორი უნდა იყოს და ეგეც უნდა გავაკეთოთ ხო როგორ თუნ ჩებესთვის ეს პეიჯი როგორი უნდა იყოს ხო ახლა არის ამ შემთხვევაში სადაზღვევო არის მაგრამ ხო აქ უფრო ამ ჩებე კიდე უფრო შეზღუდული იყო აქ უფრო ბევრი რაღაც შეიძლება და ხო რა თუ ისეთი ეგეც უეჭველი უნდა გაქვს და რა ვიცი თუ რამეს ექსტრას
ჩათვლით ან რაღაც არ ვიცი მოგაფიქრდებათ, რაც მეტი უკეთესი რა. შეიძლება რაღაც იქ არც მეწეროს და რაღაც მოიფიქროთ, არ ვიცი, რაღაცის შეცვლა, რომელიც მანამდე არ იყო ხო, და რეალურად ესე იგი აუდიტის დავალება და ფინალური დავალება არ განსხვავდება ხო ერთმანეთისგან? ნუ ხო, აუდიტი პროსტა პრივეში მარტო აუდიტი არის და აქ ყველაფერს აკეთებთ რა. არ ვიცი მე აუდიტის დავალება ნანახი არ მაქვს სიმართლე გითხრათ ზუსტად არ ვიცი რა ზეა. მაგრამ იქ არის ყველაფერი ერთად. კონტენტი, link building-ი, ბრიფები, page ბრიფები, keyword research-ი და ასე შემდეგ და პლუს აუდიტი რა. ყველაფერი ერთად არის. მანდ არ ვიცი რამის გავსი გქონდათ, გარდა უბრალოდ აუდიტისა. ანუ აუდიტის გარდა ხომ და გაკეთდეს რა ის რეპორტი თვითონ აუდიტის და ამ რეპორტში არის რომ აი link building-ზე არის ცალკე ლინკი გაკეთებული და აი როგორ უნდა იყოს ანუ ინდექსინგი მეფი ისე მიროში აწყობილი page-ი ანუ ამ ყველაფერს მოიცავს რა ეს აუდიტის რეპორტი და შესაბამისად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ხო, კი, არ ვიცი მაგას თორნიკესთან გავიგე რამე სხვა ხო არ აგიტყვით. არაძოს აქამდე ეგეთ კითხვა არ დაუსვამს არავის კურსზე და მაგას გავარკვევ რა. ლუკა როგორ იყო იცი ორად ხო იყო ეგ და აუდიტის დავალება გაყოფილი პირველი იყო მხოლოდ აუდიტი და მეორე ფართი რაც იყო სავალდებულო არ არის თუ მოგააკეთებთ კაია დაგეხმარებათ იმაში ფინალურის დავალებაში ოკეი. პროსტა მე მგონი მაგის ფერები ცოტა ბევრი დრო ხო არ გავიდა, ეხლა რომ ეგეც გააკეთოთ და ესეც არის მაგას თქვენზე არის რა. არ ვიცი, როდის მოგცათ ეგ დავალება, ალბათ 10 დღის წინ? წინა ორშაბათს რა ხო. ხო, აი ეხლა რომ გაკეთებული ქონოდათ უკვე რაღაცეებს შეიძლება მოგეთქვა და მე ის როგორც გინდათ, ეხლა ანუ თუ გააკეთებთ, შეგიმოწვევთ და იმას ვუწევთ, დაგიბრუნებთ ფიდბექ და ფინალურისთვის გამოგადგებათ რა. მე მაგ ერთი თხოვნა რომ აი ბოლოს თუნდაც კურსის ბოლო პერიოდში იქნებ პატარა ტიპები მოგცე აი როგორ დავტესტოთ ჩვენი ის ან რაღაც სამსახური როგორ აი ეგ სარვერა ლექციაში არის, შემდეგ ლექციაში არის. ხო ვაფშე ხვალ მეშლება, რამდენი ლექცია დამრჩა, წამი. სილაბუს გადავხედა უცბად. ეს და 4 ლუკა. just ეს არის local SEO მე-12. ამის მერე ერთი კი არ მაქვს, მე რეალურად ორი მაქვს, რომელიც გაერთიანებული მაქვს. შემდეგ ლექციაზე მექნება. ოკეი, კაი რაღაცები გადავალაგო, გადმოვალაგო, ხო, ერთი. მე კიდე ორი ლექცია მაქვს. ოკეი, არ მახსოვდა, ბოდიში. თორნიკეს კიდე დარჩა ორი, მე კიდე ჩემი ორი ლექცია გაქვთ რა, რომელიც შეიძლება რომ ერთიში გავაერთიანო, აი ნახავთ როგორ იქნება და ერთ-ერთი არის სავარაუდოდ არ გავაერთიანებ და ცალკე დაგელაპარაკებით მაგ ამბავზე რა, ცალკე ლექცია. უბრალოდ ხო რაღაცებია, ხა 2-3 წელი წინ როგორც იყო, შეიცვალა და ეგეც ვეცდები რეალისტური და up to date იყოს და რაღაც ფუჭი ისინი არ მოგცეთ იმედები სიტყვაზე რაც Upwork-ზე ან Fiverr-ზე. ლუკა ერთ კითხვას კიდე დაგიშვება. დუბლილებულ საიტებთან დაკავშირებით. აი ხო არის აი URL-ი რა, home pages. ანუ შეიძლება იყოს www-ის გარშე, შეიძლება მაგით იყოს, ხო? და თუ ორივე მუშაობს, ესე იგი დუბლირება არის. ხო? ანუ ახლა საიტი რო იქნება თავიდან ხო გავუწერ მას URL-ს რა, ან www-ი ან მის გარშე და რანაირად ხდება მე მაგის დუბლირება WT მაგის გარშე. ეგ ყოველთვის ხდება ხოლმე ქართული ხელით აწყობილი რაღაცა custom საიტებზე რა, უცხოურ საიტზე ეგეთი რაღაც არ გვინახავს არასდროს. წარმოიდგინე არ მაქვს რას აკეთებენ რომ ეგეთი დუბლირება გაიშვას რა. სავარაუდოდ რაღაცა ორივე ვერსიის URL-ები იქმნება პარალელურად და ორივე ვერსიის URL-ები ინდექსდება და ჩვეულებრივად მიდის. ეხა ჩვენ WordPress-ია თუ რაც არის რო ვაწყობთ, საერთოდ მაგას არ ვეხებით, ავტომატურად არის https/ და URL-ი რა, www არ მიყვება. მაგიტომ მაგაზე ბევრი ფიქრი თქვენ არ მოგიწევთ. ახალ საიტს თუ გააწყობს ვინმე, უბრალოდ უნდა უთხრათ, რომ ექსიგიჟი არ ქნათ რა. როგორ მაგის მე გალაბზე ვქონდა იგივე პრობლემა და არ ვიცი როგორ თვითონაც არ იციან როგორ ქნეს, მაგრამ გაასწორეს რა საბოლოოში. მეგონი სერვერი დაშვებიან ძალიან მარტივად რა, ჩანაწერს უკეთებენ რა. მე რაც შევამჩნიე პირადად, აი ხა ჩებე პროდუქცია რაც ქონდა აუდიტის დავალება, ანუ რომ იქ რო გადადიხარ რობოტ-ტექსტში და რო ხედავ რომ აწყობილია WordPress-ზე, ანუ არ აქვს რა მაგის პრობლემა. მაგრამ სლეშის პრობლემა მაინც აქვს რა, ის სლეშები რო აქვს, ბევრი რო დაუწერ. trailing slash-ზე, ხო. ეგ უკვე ხელით კეთდება, ეგ უკვე ადამიანია ჩართული და მაგიტომ, მაგრამ WordPress ეგეთი ძირეული ტექნიკური საკითხები აქვს ავტომატურად მოგვარებული. ან თქვენ რო WordPress-ის კლიენტი აიყვანოთ, ბევრი საქმე არ გიხდება ტექნიკურად რა. გააჩნია WordPress-ის კლიენტს, რა თქმა უნდა. მაგრამ აი რაღაცა
საიტმეპი თავისით გენერირდება მაგალითად, იოუსტრამ ბევრი დამხმარე რაღაცა აქვს, რაც ტექნიკურ ნაწილს გიმარტივებთ, მაგრამ აი მეგალაბის პროექტი შეიძლება რომ აი მე შევა ვერ გამეკეთებინა ეხლა რა, ცალკე მარტო რო ყოფილიყავ ისეთ თავის ტკივილი იყო. აი ძალიან ვეტყოდი რომ რავი არ მინდა რა. იმიტომ რომ ნაუ თონი რა მე ვიყავ იტალიაში ვიყავით ხამე გაათენა რომ აი რაღაცა გაეგო რა ხდებოდა ბავშვი. და ხო რა ძალიან რთული პროექტი არის. ზოგადად ძალიან ცოტა ცვლილების გაკეთება საშუალებას გვაძლევდა და ხო რა აი ერთ დროს ну აი რა ვიცი რა შეგიძლიათ მოკლედ რომ უარი თქვათ რა რაღაც პროექტები თავიდან განსაკუთრებით მეგალაბი რომ თქვენ პროექტად მოგივიდეთ გაგიჟდებოდით რა ვერაფერს ვერ იზანდით და უბრალოდ ის იქნებოდა ამბობთ რომ წამოვიდა ჩვენთანაც რომ WordPress-ზე ბევრი აკეთებს რა კიდე რამე ეგეთ კითხვები ხო არ გქონდა აი ერთი კითხვა მაქვს, ანუ შენ არ ვიცი რამდენად შეგიძლია ამაზე პასუხი გამცე, მაგრამ აი ამ აუდიტთან დაკავშირებით არის უბრალოდ პატარა კითხვა მაქვს. აი მაგალითად ჩვენი პრიორიტეტია issue priority-ით დავაწყოთ თვითონ issue-ები თუ issue type-ით, ან რომელი უფრო პრიორიტეტული არის რა ჩვენთვის. მაგალითად, აი ზოგი აი როგორც ვიცი, ჯერ issue არის, მერე warning და მერე priority, ხო? ანუ severity-ის პონჩა რო უფრო მნიშვნელოვანი რომელია, ხო? მაგრამ priority-ით რო ჩამოვდივარ, აი ეს issue რომელიც არის, ხო? მარცხის უკვე ქვემოთ ჩადის, უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია და რომელი ჯობია, რომ ანუ უფრო პრიორიტეტში ამოვიყო. აი მე მგონი ეგრე პასუხი გაგაცემ ხა აუდიტი მეც ბევრი მიკეთებია თავით ზე ხა საერთოდ აღარ ვარ და მანდაც არის რომ ხელით ვარჩევ ხოლმე პრობლემებს რომელი უფრო მძიმე არის რა შეიძლება რომ ალბათ სავარაუდოდ რაც მისალი ტიპზე მეტად ყველაზე პრიორიტეტი რაც არის მაგას უდგებით ხომ და მე უკვე ნახე ანუ ეგ ერთი არის შენ ხო სიას გააკეთე პრიორიტეტებით და მე სულ ეგრე არის რომ დეველოპერებს ხვდებით ესე გაკეთდება ეს ამას ამდენი ხანი უნდა ესე და მაგის მიხედვით მე გადავაგება ხდება კიდე რესურსებიდან გამომდინარე რა არის პრიორიტეტი და რა არა და შეიძლება რომ რაღაც ნაკლებად მნიშვნელოვანი წინ წამოვწიოთ იმიტომ რომ მალე გვარდება და უფრო რთული რაც არის და ქვემოთ ჩამოვიდეს იმიტომ რომ დეველოპერს რესურსი არ აქვს მაგრამ შენი მუღამი არის რომ მიაწოდო ის პრიორიტეტების სია რომელიც თვლი რომ ყველაზე მეტად აზიანებს საიტს რა ან მე თვითონ უნდა განსაზღვრო პრინციპში რომელი უფრო მნიშვნელოვანია. კი, აი კარგი აუდიტი არ არის SEMrush-ის ან Screaming Frog-ის ფაილების გადმოწერა და დეველოპერისთვის მიცემა რა, ეგ არის სრული ქაოსი. ვერაფერს ვერ იგებენ, ახლა თორნიკე მაგ ბევრს გელაპარაკებოდათ მაგაზე რა. ანუ როგორც keyword research-ში გადმოწერე გავაგზავნე არ არის, ეგრე არის მანდაც რომ ხელით რაღაცები უნდა გაცხრილო. ო აი მაგალითად აი რაღაც issue-ები უფრო მნიშვნელოვანი მას რაც გავიარეთ, მაგალითად დუპლიკატები ხო არის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ხო ან ეს და ამიტომ აი ეს top 5 რა არის ხო არის ხო ვერ მეტყვი აი ეს issue აი უკვე რომელში ეგრე ვერ იტყვი თორნიკეს მოგეტყვის რომ ვერ გეტყვი არ არსებობს მაგაზე პასუხი მაგრამ დუპლიკატი ერთ-ერთია რავი მისა გატეხილი ლინკები არის არ შედის მისამართი რა 404-ზე გადადის და რეალურად ბევრგან არის ჩასმული URL-ები არ არის სწორედ ბევრი რაღაც შეიძლება რომ იყოს კრიტიკული რა კარგი მადლობა კიდე ხო არ გაქვთ ოკეი კარგი მაშინ მოდი დავიწყე ხოს ოთხეს იდეაში დავალებას დაგემატებათ. თორე ბევრი დავალებები კი არის, მაგრამ რაც მეც გააკეთეთ უკეთესი. ლოკალ SEO მინდა რომ გააკეთოთ დავალება, მარტივი დავალება არის, არ არის რთული დავალება. დამიტკუში. ხო, იმიტომ რომ რეალურად ფინალურში არ არის რა ლოკალური SEO-ს დავალება, თასკი ცალკე. შესაბამისად ამას თუ გააკეთებთ, კარგი იქნება, თუ რამე პრობლემა არის რაღაცა ვერ გავიგეთ ან რაიმე მოტულება ბარემ გავიგებდით პირდაპირ რა. ოკეი, დავიწყებ ხა. ხო, local SEO, ну, რაღაც ესე ძალიან ზოგადად კი შევეხეთ კიდეც, მაგრამ ნადი გავიყვან პირდაპირ ცალკე და live რეჟიმში დავტესტოთ რაღაცეები. ჩვეულებრივად რაღაცა grooming-ი ჩავწეროთ ბოლო ჩემი სერჩი. local SEO არის ეს რა, აი აქ რასაც აკეთებს. მაგრამ არა მარტო ეს. ანუ ყველაზე ტრადიციული local SEO-ს განმარტება არის local pack-ი, ესე ქვია ამ სერვისს ამ ერთ-ერთ იმას ვარიაციას ტიპს, სადაც რეალურად არის მოყრილი როგორც წესი, სამი
ნუ აი scroll down-ით მე more business-ში დაჟე შეიძლება ითქვას, რომ იშვიათად გადადიან რა. ამიტომ აქაც top 3-ში მოხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამ ტიპის გვერდების არსებობს სხვა ტიპის search-ები, რომელსაც ცოტა ხანში გავივლით, მაგალითად, შინაარსობრივად რო გითხრათ რა. შეიძლება რომ ლოკალურს კი ეგრე გასწავლეთ თავიდან რომ ლოკალური SEO არის ის მხოლოდ რასაც აქვს რაღაცა ოფისი და ფიზიკური ლოკაცია, მაგრამ შეიძლება რომ ლოკალური SEO გაკეთეს ასევე ისეთი ციფრული სერვისებისთვის, რომელიც ლოკალიზებული არის. მაგალითად, რაღაც HR solution-ები ჩიკაგოში რა. აი ეგეთი keyword-ი რო წარმოიდგინოთ, ან ჩიკაგო არის ლოკალური არის, ოღონდ არ ჭირდება HR solution-ი ჩიკაგოში მიწოდებას, კონკრეტული რაც ოფისი. შენ შეიძლება რომ ჭირდებოდეს HR რაღაცა მენეჯმენტის სტრუქტურა, რომელიც ჩიკაგოს კარგად იცნობს, აზია მოსული, ფესვები აქვს ადგმული, ხალხს იცნობს და ასე შემდეგ. და ანუ არ არის აუცილებელი რომ მათ კონდეთ ფიზიკური ლოკაცია, იმიტომ რომ ეს სერვისი არის ხა grooming-ს ვერ მოგასწვის დიჯიტალი და HR solution-ის SEO თუ რაც იქნება, ჩვეულებრივად შეიძლება რომ ყველაფერი კონდეთ რა. აი მაგალითად ავიღოთ HR management solution Chicago-ს რაც არსაში გვითხრეს ეს მაგალითი რა. აი ოდი ვაშა ნაცნობზე გავიაროთ ისიო. აი ეს არის ახლა მომის კლასიკური მაგალითი. ცოტა ხანში კიდე ესე გავივლით უფრო დეტალურად, მაგრამ ეს არის ამის კლასიკური მაგალითი, რომ ნახეთ ამ keyword-ზე აქვს ოპტიმიზაცია თლიანად გაკეთებული URL-ში ყველაფერში აქვს Chicago SEO სერვისი Chicago keyword-ი აქვს ამათ არწმუნებული რომ შეიძლება სხვა ისინიც კონდეთ რა. სხვა ქალაქებიც ექნებათ. ნახეთ რამდენი გვერდი აქვს რა SEO აქვს ძალიან მაგრა გაკეთებული. და ეს მიდგომა ნუ ძალიან ისეთი გამოცადეგი ცნობილი მიდგომა არის. მაგრამ ჭირდება ძალიან სიფრთხილე და სწორედ გაკეთება და მაგ ყველაფერს საერთოდ ვისწავლეთ. სანამ ამ ნაწილზე გადავალთ, ეხლა ყველაზე ხშირი არის grooming-ი, რესტორანი, სასტუმრო, არ ვიცი რა, ისეთი კაფე, ბარი და მსგავსი ფიზიკური ლოკაციები, რომელსაც ყველაზე ხშირად ეძებენ, რასაც ვეძახით near me keyword-ები. ხო, near me keyword-ები არ არის აუცილებელი, რომ სადმე near me კონდეს მიწერილი, ქცევა ხალხის უკვე იქამდე დავიდა, რომ ძალიან კარგად ხვდებიან, რაღაცა, იციან, რომ მოკლედ ყველა ისწავლა უფრო, რომ რესტორანს რო წერ, გიგდებს local packs და აღარ ჭირდება, რომ near me მიუთითო რა. თავის დროზე იყო, რომ რაღაცა მაშინ წერდნენ თაითში და მაშინ near me და დღეს მაგის აუცილებლობა არ არის. იმიტომ არ არის, რომ ძირითადი სამი განსაზღვრელი ფაქტორი რისი მიხედვითაც განისაზღვრება top result-ები local pack-ში არის რელევანტურობა, ადგილმდებარეობა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება და სანდოობა. აქ ეხა არ შევიყვანე ზოგადად რა მნიშვნელოვანი არის, რომ კარგი SEO იყოს საიტზე გაკეთებული. რა, ეგ თავისთავად არის, ათვალეთ რა, ვითომ ამ ეტაპამდე მოვედით, სხვა ყველაფერი კარგად არის გაკეთებული და უშუალოდ GMB-ს, ანუ local SEO-ს მართვა, როგორ ხდება მაგ ყველაფერს გავივლით ახლა. ხო, აი გახსოვს ადრე კი გეუბნებოდით ხოლმე, რომ რატომღაც მაინც აი ყოველას თავიდან დამაბნეველი კითხვა რაც იყო ხოლმე წინა სტუდენტებისთვის და ამ რაგიტო აქ თავიდანვე გავამახვილე ყურადღება, არ არსებობს არანაირი ცენტრალიზებული პლატფორმა, სადაც რამეს ვმართავთ SEO-ში, ხო? ანუ ყველაფერი ხდება საიტზე, საიტის მიღმა და არის რთული მრავალმხრივი პროცესი. აქ ეგრე არ არის რა, local SEO არის, რომ გვაქვს Google My Business-ი აღარ ქვეხა Google აი და სახელი შეუცვალეს ცოტა ხნის წინ და მოკლედ Google My Business და GMB-ს დავუძახებ, მე და ეხლა სხვა რაღაც ქვია. და რეალურად მანდ ხო რა ცენტრალიზებულად უდგებით ყველაფერს მართავთ, აი როგორც ვამბობთ ხოლმე რაღაცა ვუწერთ რაღაცებს, რეკლამის გაშვება შეიძლება და ასე შემდეგ. რეკლამის გაშვებას დღეს არ შევეხებით, უშუალოდ Google SEO-ში, local pack-ში, მაგრამ ეგეც არსებობს. მაგ ყველაფრის მიღმა რაღაცა წარმოვიდგინოთ, რომ more-or-less ყველას გავსი სიტუაცია აქვს, უშემოდის ეს სამი ამბავი რა. აქედან ყველაზე underrated არის, რომელსაც კლიენტებთან გვიჭირს ხოლმე ავუხსნათ, ადგილმდებარეობა. ან ძალიან მარტივია რა, თქვენ თუ გაქვთ რაღაცა აქიდან ეხლა რა თქმა 10 კილომეტრში და გაქვთ 5-დან 2 სტარი არის, მაგრამ აქიდან 200 მეტრში რაღაც 4 და 6-იანია. პირველი უფრო მანახებს 4 და 6-იანს რა. ანუ ადგილმდებარეობას აქცევს ძალიან დიდ ყურადღებას. ანუ კაფეს ან ბარს რო ვეძებ, 10 კილომეტრში საუკეთესო ვარიანტს არ შემოგთავაზებს.
იგივენაირად შეიძლება რომ აი D ბლოკი არის ჩვენი კლიენტი და სტამბა რა, მაგრამ ვიღაც ტიპი რომ აი სოლოლაკში ან რაღაც არ ვიცი რა, ნინოშულზე ეძებს ბარს, კაფეს ან თუნდაც coworking space, დიდი შანსია რომ იქ ანახოს პირველი, ესე ვთქვათ, უფრო ახლო მდებარე ლოკაცია და არა სიტყვაზე ჩვენი პროფილი, რომელიც შეიძლება რომ უკეთესი იყოს ვიდრე ეს. რელევანტურობა, როგორ მოდის რელევანტურობაზე მთელი კურსის განმავლობაში ვსაუბრობთ, რეალურად არის ყველაფერი რა, ნუ თვითონ საიტის რელევანტურობა, კონტენტი და ასევე უშუალოდ Google My Business პროფილის ოპტიმიზირება, რომელიც საკმაოდ ესეთია რა, ჩემი აზრით მარტივი არის, არ არის რთული რა, უბრალოდ უნდა მიყვე და არ დაგეზაროს რაღაცების გაიგეთ. და მესამე არის რომ დეტალურად რაც შეიძლება მეტი ტექსტუალური და ასევე ესეთი ფოტო მასალა უნდა კონდეს მიწოდებული და რაც აქ არ მაქვს ჩამოწერილი და რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი არის უბრალოდ წესით ჩვენი იმის ქვეშ არ არის გავლენის ქვეშ არის რევიუები და რევიუების რაოდენობა და ხარისხი. მე თუ მკითხავთ, ანუ აი ამაზე ხარ რეალურად არ არსებობს ზუსტი პასუხი, როგორც SEO-ს ალგორითმზე არ ვიცით, ტრადიციულზე რა ხდება და როგორ ხდება, იგივენაირად არ ვიცით აქ რა როგორ არის პირველ ადგილზე ვინ დგას, მეორეზე ვინ დგას ფაქტორების მიხედვით რა. მაგრამ ჩემი დაკვირვებით Google Reviews ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო. ერთი ესეთი ის არსებობს, რა ქვია, თული, extension-ი, რომელსაც საერთოდ არ მოგატყუოთ, რომ დიდად ვიყენებთ ხო, არა. ქვია GMB Everywhere, GBP Audit for Local SEO და რეალურად გეუბნება, რამდენად სწორედ გაქვს გაწერილი კატეგორიები და საბკატეგორიები, რომელსაც მალე მივალთ და live რეჟიმში ვნახავთ რა. ანუ შევალთ ეხლა რომელიმე ჩემი კლიენტის მე ვისაც მართავ, რაც მაბარია მაგათ GMB-ზე და შევიდეთ და მივყვეთ ვნახოთ. სულ არის ხოლმე რომ რაღაცები შეიძლება რომ ლექსიის დროს აღმოვაჩინო რომ გამორჩენილი მაქვს რა ხშირად მომხდარა ეგ იმიტომ რომ ბევრი პატარ-პატარა დეტალი აქვს და რაღაცები დროთა განმავლობაში იცვლება. რაც შეეხება ეს კატეგორიები ძალიან მარტივი არის მაგას შეგახედებთ განახებთ რომ რავი რა დენტისტი რო ხარ უნდა ჩაწერო ხარ დენტისტი მთავარი და მე რაღაცა იმპლანტი ჰიგიენა გაწმენდა კბილების ასე შემდეგ. ანუ რა კატეგორიებს როგორც მენიუში გვაქვს ჩამოთვლილი და ვისწავლეთ რომ რაღაცა SEO-საც ავაკეთებთ მაგ ყველაფერზე უნდა ვიმუშაოთ იგივენაირად არის აქაც რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ და ეს თან არის გაცილებით მარტივი აქ მაგ ყველაფრის გაკეთება ვიდრე სიტყვაზე რა ზოგადად კონტენტის შექმნის კუთხით. პლუს local SEO-ის პლუსი აქვს რომ ხანდახან შეიძლება რომ აი როგორც გითხარით იმის ხარჯი რაღაც პატარა უბანში რაღაცა გახდე პირველი და კლიენტისთვის ეგ იყოს ძალიან კარგი. და შესაბამისად ყველა ვარიანტში competition-ი არის ნაკლები. ანუ ეხლა ჩვენ რო რაღაც global keyword-ებზე ვაპარაკობთ, ან თუნდაც რაღაც არის office cleaning service-ი ლონდონში, გაცილებით დიდი keyword-ი არის და ან რაღაცა ტელევიზორის ყიდვა, ან electric bike-ი, ვიდრე რაღაცა თმის გაკრეჭვა ჩემთან ახლოს რა. ყველა ვარიანტში შეჭრათ მის უფრო მარტივი კი არის local-ში მოხვედრა ვიდრე global keyword-ებზე მუშაობა. და ზოგადად ჩვენ კლიენტებზე ძალიან გვიყვარს ისეთი კლიენტები, ვისაც GMB-ზე შეგვიძლია რომ ემუშაოთ, იმიტომ რომ კარგი პოტენციალია ხოლმე რომ სწრაფი მოგებები ნახო და მოიპოვო. მაგრამ ხო ერთი მინუსი რაც აქვს და მაგასაც ვნახავთ, არის რომ ცოტა ანუ Google Search Console-ით არ არის, Search Console-ი გაიარეთ ხო მე მგონი რეპორტი ან keyword-ების ნახვა და impression-ები და რაღაცები თუ არ გაგივლიათ Google Search Console. კი ხო? ხო ეგეთ დეტალურ data-ს აქ ვერ ვიღებთ და შესაბამისად ცოტა ისეთია რა, ცოტა ბრმად ვართ ხოლმე რაღაცებში. მაგრამ მაგას განახებთ რა შეიძლება რომ მაქსიმალურად გავაკეთოთ. ხო ახლა ცალ-ცალკე ხა ძალიან აღარ ჩავუყვებ. პრიორიტეტი ყოველთვის იქნება ჩემთან ახლო მდებარე რესტორანი და არა სხვა რა. მაგრამ ეხლა რა ხდება უშუალოდ დეტალური რას ნიშნავს დეტალური ინფორმაციის მიწოდება და სანდოობის მოპოვება. ხო, ნუ შეფასებები და შეფასების საშუალო ქულ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე ბარემ გეტყვით როგორ ხდება ხომ. სადღაც ალბათ ერთი 15 შეიძლება მეტი 20-25 review დაგვიწერია ჩვენი იმით, ანუ ზოგან გვაქვს ხოლმე იმათ რა, monthly დავალება გვაქვს, შიდა გუნდში გაწერილი, რომ უნდა შეიქმნას, არ ვიცი, 7 review მაგალითად D-blog-ზე 10 review და წერთ ჩვენ ათესავებს მეგობრებს, მაკაცებს და ასე შემდეგ. ზოგადად მე ჩემი პროფილში სპეციალურად წერ ხოლმე review-ებს, რომ მე რაც უფრო ისეთი ადამიანი გიწეს reviews, ვისაც დიდი გავლენა აქვს, ანუ უწერია ბევრი review-ები, არ ვიცი თუ დაგიწერიათ, ქულებს გაძლევს რა.
და ამდენი არ მახსოვს რაღაც რაოდენობის გულებს ვწდები, გაძლევს badge-ს, რომ ხარ local guide. Local guide რო ხარ, შენ დაწერილ reviews, ბევრად დიდი გავლენა აქვს, ვიდრე რომ მე რო ეხლა რაღაც random mail-ით დავარეგისტრო და ესე შევიყვანო და 5 წარიანი review დავწერო, მაგას მაგალითად გავლენა არ ექნება. ასევე Google ებრძვის მაგრად fake review-ებს, არსებობენ კომპანიები, ვინც Google-ის fake review-ებს ყიდიან, რომელიც ძალიან საშიშია, შეიძლება რომ დაიფლეგოს მთლიანად პროფილი და არავის არ ურჩევ. მაგას ჯობია რომ შიდა რაღაცა რესურსებით მეგობრები არ ვიცი ნათესავები მართლა ბებია ჩემის აკაუნტიც მაქვს დაწერილი review რომ აი რა კარგი coworking space-ი არის. ჯობია რომ შიდას რესურსით და რაღაცა კარგად იყოს გაკეთებული. ვიდრე რომ რაღაცა ინდოეთი პაკისტანი არის ხოლმე ძირითადად მომწოდებელი მსგავსი სერვისების რომელიც როგორც წესი ის არის რა არ არის ხოლმე სანდო იმიტომ არ არის რომ ეგ ტიპები წარმოადგენს აკაუნტები არის დღეში წერს 15 reviews რა ბევრი კლიენტი თუ ყავს და ანუ გული ხდება რომ ანაირად ეხლა ანაირად ასტრებ 15 რაღაც ნახვას შესაბამისად ხო ძალიან ისეთი ცუდი შეიძლება რომ გავლენა ქონდეს თქვენ კლიენტზე მაგრამ როგორც review-ებზე მუშაობ პოზიტიურად სამწუხაროდ ასევე review-ებზე მუშაობს ნეგატიური SEO, რომელზეც ბევრი არ მილაპარაკია, იმიტომ რომ ხო რა ცდიათ, აღარ არის აქტუალური დღევანდელ დღეს, თავის დროზე უფრო აქტუალური იყო, მაგრამ Google review-ებში მოკლედ არაკეთილსინდისერი ადამიანები მიდიან და კონკურენტს უწერენ one star review-ებს, რომელიც წაშლად შეუძლებელი არის. ან Google-ს უბრალოდ პოლისი აქვს, რომ მაგას ვერ დაიწყებს, რომ გაცხრილოს რა ნაღდი არის და რა არ არის და შესაბამისად შეიძლება რომ წაიშალოს ეგ რაღაცა შესაბამისად შეუძლებელია რომ წაიშალოს კონკრეტული review. ეხლა განახილეთ ერთ მაგალითს, რა review-ებზე მინდა რომ ცოტა მეტი ყურადღება გავამახვილო, ვიდრე აქამდე ვამახვილებდი ხომ. ეს იყო ჩვენი პირველი review. ბაბში ვინ არის რა არის ასე არა ვარ, არავინ არ არის სავარაუდოდ ან პროსა ტიპია ინდოელი მიდის ესე ერთ წარიმდებს ვიღაცებს უწევს. საერთოდ არაფერი შეხება არ ქონია ამ ადამიანს click slides-თან რა, საერთოდ არაფერი. მიუწერეთ Google-ს რავი რა არ ვქენით, მაგრამ ანუ არაფერი რა, ვაფშე არ წაშლილა, ჩვეულებრივად მუშაობს. შესაბამისად ხო ეხლა აქ ერთი ვიღაცა ნაგლი იყო, მაგრამ კონკურენტმა რომ მოინდომოს და ჭკვიანურად მოვუდგეს უბრალოდ აი ძალიან ცუდი საქციელი არის, შეუძლია რომ აი ბუნებრივად წეროს რა. სულ ერთ წარი კი არ დაგიწეროს, აი ორი დაგიწეროს, სამი დაგიწეროს, რაღაც მოიგონოს ისტორია, რომ ჩამაბარეს სპამი ლინკები რა, ძალიან მარტივი არის, რომ რაღაცა ნეგატიური ის არ შეუქმნა რა, წარმოდგენა Google-ის review-ებში. შესაბამისად ხო, ანუ აქ ეხლა რა თავდაცვითი მექანიზმიც გვაქვს, არის აი ეს რა. ჯოშის გაცემული პასუხი, რომ we use them for 6 months რაღაცა მოკლედ ვერ ვქენითო და ძალიან დიდ პასუხი აქვს გაცემული. ეგ არის ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, ხერხი რა და არ უნდა დაგვეზაროს, ხა დიბლოკში ყოველ რომ მივედით, იყო ძალიან ბევრი ნეგატიური review. ეგეც იმიტომ რომ ახალი გახსნილი იყო და ანუ აი ძალიან ბევრი ადამიანი დადის და ყოველას რაღაც თავისი ისინი აქვს რა, განახეთ მოდი დიბლოკი გავხსნათ. და ამ review-ებს ვერ შლი, ხო? ვერაფერს ვერ შევ. აი ეს ახლა გამორჩენილი არის რა, ერთი კვირის წინ დაიდო. კაი რაღაც ვნახე. ვინიშნავ რომ არ დამოუწყდეს ფოტოს გადავ. დიბლოკს მოკლედ ვებრძვით რომ 4/4-ზე ავიყვანოთ და ვერ ავყავს ავიყვანთ ვიღაც დაწეს ლაბორატორიას ავიყვანთ ვიღაც დაწეს რაღაც რევიუს და მოკლედ სულ მაგის წვალებაში ვართ. ზოგადად ქართულ კომპანიებზე ყოველთვის ჭირს ხოლმე, იმიტომ რომ აი საქართველოში კარგ რევიუს არ წერს ხალხი რა. ზოგადადაც ну აი უფრო მაინც ტენდენცია არის რომ რამე თუ არ მოეწონათ, ძირითადად მაგას წერენ ან თუ გაგიჟდნენ, ოკეი. on ჩვენთან. ეხლა ამერიკაში, ევროპაშიც ძირითადად არის რომ ტიპებს რავი რა, ერთი ჰობივით აქვთ რომ დადიან და წერენ და ეხლა თქვენ თუ არ გინახავთ, აი მე დოპამინს ექსვამს Google-ი რა სუსტილობს რომ რას notification-ებით მოგდის რომ აი შენი review ნახა 50-მა ადამიანმა და გააგზელე წერა და აი პოპულარული ხარ და რაღაცებს გეუბნება რომ დაგფუშოს რომ რაც შეიძლება მეტი წერო რა და რეალურად საიტები მიამატო. პლუს გფუშავს რომ რაც შეიძლება
ამომწურავი იყო. ანუ აი ეხა ეს ამის წაკითხვაც არ მინდა. რაღაც ის არის რა. დარწმუნებული ვარ, რომ არ იმაშვებიან რა. თუ არ ადრაკებენ, მაგრამ ხო, რაც არის, ცუდი ქონდა გამოსული. აი, ამხელა კომენტარსო გიწევს ტიპი. ანუ ამას უნდა გასცე ძალიან დიდი პასუხი დეტალურად და ბოდიშებით და აი რა ვიცი, რა უნდა გადაყვეთავს. და რეალურად ყოველთვის ის არის ხოლმე რა, ჩვენი გაიდი რომ აი ეს ვიღაცებისთვის თქვა გავაცემნით, თავის კიდე ერთია. ვაი პასუხები ესენი ადრე გავეცით ყველას და შესაბამისად ეხლა შემდეგი ნაწილი ხდება ეს 2 წელი რაც არის გამოჩენილი, ყველაფერს უნდა იყოს რა მივხედოთ და პასუხები გავცეთ. იდეალურ შემთხვევაში ყველას პასუხი უნდა გავცეთ რა, კარგსაც და ცუდსაც. ეხლა ნახეთ კიდე ერთი საინტერესო რაც არის. წერანას მოუწან მე მაგალითად, როცა მივდივარ მაგალითად უცხოეთში და რაღაცა კონკრეტული რესტორანის ვარჩევთ, შევდივარ ვნახულობ most relevance და მე ვნახულობ lowest ratings, რომ ვნახო რა არის რის გამოც საკრიტიკებენ რა და ბევრის ქცევა არის ეგეთი, რომ lowest ratings ბევრი ნახულობს. შესაბამისად lowest rating-ში ხაი წერა რომ ინდოელის ერთის წარი review დანახეთ, ეგ ბევრს არაფერს არ ცვლის. და შესაბამისად, ანუ ხა გადაწყვეტილებას როცა იღებ, ხედავ რომ რაღაც random კომენტარი არის. მაგრამ აი ამ ხელა კომენტარი რო ხდება, თან რელევანტშიც რო არის. ანუ ეგ არის რომ Google-მა ჩათვალა, რომ კი რელევანტური არის ჩემი კომენტარი სიტყვაზე, მე რო ვარ მაგიტო ანახებს, მაგრამ ესეც რა. ამაზეც მეუბნება რომ რელევანტური არის და თან ნახე 24 review აქვს დაწერილი, აი local guide აქვს და badge აქვს. აი 5 სტარი და რაღაც 5-1 ძირითადად არის ხოლმე ესმის რომ ან ძალიან მოწონთ წერენ რევიუსან თუ რაღაცა 3 სტარს უფრო მაინც უფრო იშვიათია ხო აუ რა ვაწყენინეთ ეგეთი 5 სტარები აქვს დაწერილი ჩვენ გარდა მაგრამ ნუ ხო რა სიზამ რა თავარი ხარ რა შეიძლება რომ გააკეთო არის რომ ამტის უპასუხო იგივენაირად ჩვენ ვეუბნებით რომ ყველას უნდა უპასუხო კარგს ცუდს და უნდა ეცადო ვინმეს ვაწერინებ რა ეხლა მაგალითად მე გამორჩენილი ვარ ეს ლიზი არის ჩვენი თანამშრომელი მაგალითად და ფოტოც ავატვირთინეთ რა ვინმე ტიპი რომ რევიუს წერს და თან ფოტოს ტვირთავს გაცილებით დიდი ველი აქვს ჯერ ერთი რომ პრუფი არის რომ იქ ნამდვილად იყო და პლუს თქვენ რაღაცა პრიზენს ამდიდრებს მაგრად რა შესაბამისად თუ ვინმეს დააწერინებთ ხოლმე რევიუს ფოტო ჩაუგდეთ ძალიან მარტივი არის რა რომ ფოტო ჩაუგდო და ძალიან მარტივად ტექსტი მიაწოდო ანუ არ არის აუცილებელი რომ ეხა ეგრე ვაკეთებ ბევრზე რომ ტექსტ ფოტოს ვაძლევ და მიდის და თავისით ანუ დროს არ ვაკარგინებ არიდარებად ხოლმე აწერენ ამ რევიუს რა ლუკა გისმე 500 ფილიალი თუ აქვს მაშინ აშვები აი მაი და ზუსტად მაგაზე გადავდიოდი ეხლა რომ ეს მუშაობს აი 100-50 აი ამ რაოდენობის რევიუებზე რა რომ რეალურად იქნება ჩვენი იმით ეხა აი 100-ში რომ 30 შენი არის უკვე დიდი გავლენა გაქვს ძალიან, მაგრამ აი 1500-2000 რევიუ თუ არის, იქ გიჭირს. იქ ძალიან გიჭირს. რეალურად ამ სტრატეგიასაც მე ვამბობ, უბრალოდ 500 ფილიალი რო გაქვს რუკაზე. 500 ფილიალზე ვაფშე რა, არ ვიცი. არ მინდა რომ ვიცოდე, მან როგორ არის ვაფშე, არ ვიცი. მივხვდი აზრით აქვს ნიკო რა მაგალითად, ხო? Yes. 500 ფილიალი არ მაქვს მაგის გამოცდილება. სიმართლე გითხრა და არც მინდა რომ მქონდეს. უნდა უპასუხო მაგას ყველას სხვას ვერაფერს ვერ იზამ. მაგრამ ნუ ნიკო როგორი ამბავი იცი აი რავი რა ნაკლებად უყურებს ხალხი რევიუს შემიაც და მე არაძოს არ შემიგვი ყველა მიცის ნიკო რა არის ორინა ბიჯია და რავი და ხაბი აგროფა იმიტომ რომ ხა ჩემ უბანში ვიღაცამ ერთი სტარი დაუწერა სიტყვაზე ნიკორას ვინმე არ შემოვიდეს ძალიან მეეჭვება რა აი რესტორნებს მაგრა უყურებენ მაღაზიებს კიდე ნაკლებად რესტორნების თმის შეჭრის ამბები გრუმინგი და ეგეთ რაღაცებს ძალიან უყურებენ და ნიკო თან ძირითადად აქ მაინც უცხოელები არის ხოლმე გათვლა რა რომლებიც რევიუებს ძალიან უყურებენ. აი ძალიან. ნიკორაშ ვერაფერს ვერ იზამ, მოკლედ პასუხის გაცემის გარდა ვერაფერს ვერ იზამ. მაგრამ აი იმ შემთხვევაში თუ აი სიტყვაზე მოდი წარმოვიდინოთ, რომ D-Blocks აქვს 1233 რევიუ 123-ის მაგივრად. და ძალიან დიდი არის კომპანია რა, ერთი უფრო დიდია ვიდრე ეხა არის რეალურად D-Block. მაგ შემთხვევაში რა ხდება და რა არის საუკეთესო გზა. ზოგადადაც ეგ უნდა კეთდებოდეს, მაგრამ ჯერ სიმართლე გითხრათ, არ გვიჯერებენ ხოლმე, იმიტომ რომ ცალკე რესურსის გამოყოფა უნდა და ყველას ეზარება. მაგრამ საუკეთესო არის რომ რეალურად ერთი ადამიანი თუ ანუ ეხლა მთელი ამას კი არ აკეთებდეს, მაგრამ ვინმე უნდა იყოს, მაგალითად არის ბრენდის იმიჯზე, ვინც რუნავს, ვინც სხვადასხვა გზებით დაფუშავს, რომ
კმაყოფილი კლიენტები ვინც არიან D-Block-ში, რომ ჩამოუვარო, ვინც რა ვიცი 1000 კაცი მუშაობთ, რომ ბევრი ვართ, ოფისები ეს არის, ეს არის, მაგრამ არავის არ გახსენებია, რომ რაღაცა review დაწერო. არ უნდა ჩამოუვარო ესე კარ-კარ, მაგრამ მეილით და ბევრი რაღაცით რო ცადო, რომ თხოვთ რას ფიქრობთ ჩვენ შესახებ, ეგ დაგვიწერე, ან ძალიან ბევრი პოზიტიური review წამო, რომელსაც არავის თავში არ მოსვლია, რომ აქ review დაწეროს. და შეიძლება რომ აი 100 review აიღო ერთ კვირაში, ორ კვირაში. ეგეც ცოტა საშიში არის. ანუ 2-3 წელი არსებობდა 100 review ქონდა და მე ორ დღეში 100 review გემატება, ეგეც ის არის. არ არის კარგი მიდგომა რა. იმიტომ რომ Google გეუბნება რომ ხო ბუნებრივი უნდა იყოს და ანუ არ შეგიძლია რომ შენ უთხრა მაგალითად ერთ-ერთი იქ ვიყავით, სად ვიყავით? ლისაბონში იყო, მოკლედ რაღაც სასწაული რევიუები ქონდა რაღაცა კაფეს. ჩემი მეგობრები წავიდნენ და რავიო ეგეთი კაი არ იყო რა, რაღაცა გაუკვირათ, აი 4 და 9 და 10,000 და რაღაცა და მე შევედი და ვიღაცის ეწერა, ნეგატიურ კომენტარებში გადავედი, რომ 15%-იან ფასადებას თავაზობენ, თუ 5 წარ რევიუს დაუწერო. და აი მე მოტენილი იყო 5 წარი რევიუებით. იმიტომ რომ რავი 5%-ს გიკლებენ, ხა ცუდი არ იყო, კაი იყო და ყველა წერს. ეგ არ შეიძლება ოფიციალურად, მაგის გამო შეიძლება რომ დაიფლეგო. ან რაღაცის სანაცვლოდ რევიუს მოთხოვნა against Google guidelines არის. ამიტომ მანდ არის რომ ნებისმიერ მეილს გააგზავნით თუ როგორი კომუნიკაციას არ უნდა გქონდეთ, მაინც ყოველი შემთხვევაში უნდა იყოს რომ შეგვაფასეთ და არა ის რომ გიხვეწები 5 სტარი რევიუ და დადებითად შეგვაფასეთ კი არა, უბრალოდ შეგვაფასეთ. ეგ მაგას Google bot-ი ხდება რეალურად, ანუ ეგ რო ითხულობს მაგას Google bot-ი, რომ მოისყიდა რევიუებიან რამე? არა, მაგრამ რაღაც ჩიბილები რო შეგვიდეს რეპორტები, რომ აი ნახეთ ეს ფაქტი არის და Google-ის რომელიმე თანამშრომლამდე რომ მივიდეს, საფორტი ყავს Google-ს ოღონდ, მგონია რომ არ არსებობს და პროსტა აქვს, იმიტომ არასდროს არაფერზე არ უპასუხია. რომ შევიდეს დაგიბლოკავენ აკაუნტს უეჭველი რა. არ შეიძლება მაგის საკითხი. არც Fiverr-ზე და არცად არ შეიძლება პოზიტიური, იმიტომ რომ ეგ არის манипуляცია და ხალხის წყვილში შეყვანა რა. ხო, ამიტომ დაფუშინება ხდება, რომ თქვენი ფიდბექი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გითხარით რაღაცა როგორ შეგვაფასეთ, ყველანაირად უნდა დაფუშოთ რა, უეჭველი. მაგალითად, აი არ მახსოვს ადრე საბუთალოზე შევიჭერით მა და აი ძალიან ისე დილობიანად გადახდის მერე QR-ი კონდათ. იმოლი ხა მაგ ამბავამდეც როგორ შეიძლება რომ სხვა მარტივი ანუ რაც შეიძლება ცოტა დრო დავახარჯინოთ ჩვენ მომხმარებელს რომ შეგვაფასოს რა გადავიდე შეფასების გვერდზე. და რეალურად ერთ-ერთი არის QR კოდი თუ ის ხარ რა თუ ხარ მსგავსი ბიზნესი თუ გაქვს მოკლედ სადაც აი ხშირად შემოდის ტიპი რა კაფე რესტორანი აი თმის შეჭრის ამბავი არის ყველაზე კაი იმიტომ რომ აი ძალიან ისე შეგიძლია რომ დღეში 5 რევიუ მოიპოვო და ძალიან მაგარი არის ოღონდ ხო აი თან არ ვიცი ხეთ მის შეიძლება იქაც გიღიმის გადის ცუდ რევიუს წერს რამდენად ეთიკური არ ვიცი რა აი on the spot ეუნები რომ რევიუ დაგვიწერე მაგრამ ფაქტი არის რომ მუშაობს რა ეს არის ჩვენი მეგობრის ბრიტანელი ჩვენი პარტნიორი იყო ერთი პერიოდი ერთად მუშაობდით ერთ პროექტზე Clickslice-ის მერე მაგის პერსონალური საიტი არის და ყიდის ამ ქარდებს ანუ QR-ი ცოტა ის არის რა outdated არის რა ტელეფონი კამერა და გახსენეთ ეს არის რა ქვია NPC თუ რა შეძახიან დამავიწყდა რა პირდაპირ კონტაქტლეს გადახდა როგორც არის პროსტა ადებ tap to review არის ტელეფონს ადებ გახსნილს კოდ მოხსნილს და ეგრევე გადაყავხარ reviews გვერდზე და ეს ტიპი შევა რომ რესტორნებს e-commerce-ებს ეგ არის ყველაზე მაგარი რა რაც შეგიძლიათ რომ გააკეთოთ e-commerce თუ არის მაგალითად ვინ რო იყოს ჩვენი კლიენტი მე გავიხსენო რა დრესაპი მაგალითად რა ყოფილი ჩვენი კლიენტი ან Ashley Home-ი უფრო დრესაპი იმიტომ რომ უფრო პატარ-პატარა ნივთები არის და e-commerce დიდი არის Veil მაგალითად რომ იმაზე შეფუთვაზე მიყვებოდეს რომ რევიუ დაგვიწერეთ რა საქართველოში პროსა კიდე პატარა ბაზარი არის მაგრამ ამერიკაში ძალიან ხშირი არის Chebeauty აი ესე ის ნათქვამი მაგრამ ჩვენი კლიენტი იყო ეს ხო იცით ხო სავარაუდოდ თუ არ მithქვას ეს არის ჩვენი გაკეთებული ხო ანუ ეს არის ჩვენი გაკეთებული SEO რა თავიდან ბოლომდე ჩვენი მოხდილია თავის დროს და აქ ეხლა ის გავს იმას ქართველების ბიზნესი არის და ძალიან მაგრად მოხდილი ძალიან პროები არიან და კიდე ამის გარდა რამოდენიმე დიდი e-commerce აქვს და კიდიან თელ სოფლიოში და თავის ქარხანა აშენეს უკვე ჩებესი ამერიკაში და თვითონ აწარმოებენ და მოკლედ სერიოზული კომპანია არის მეგობარი ქვია კომპანიის ეს Chebeauty რაც გვაქვს ხოლმე დავალებაში პროსტა კონკურენტი არის ხო? ხო, სუსტი კონკურენტი არის. ეს როგორ თქვა, აქ როგორც არის, რეალურად მე გამოდის რომ ყველაფერი არის რა, ყველაფერი გაითებული ქონდა თითქმის. მე რაღაც მომენტში ყველაფერზე პირველები იყვნენ.
უბრალოდ აღარ უგებდა ფულის გადახდა და ისე ვართ რა ჩვენი მეგობარი კომპანია უბრალოდ მაგრამ აი ეს ინტერნალ ლინკები და რაც ყოფილი ჩვენ გაკეთებული რა თავის დროზე კონტენტი ბლოგები და ასე ამიხო და ესეც არის ძალიან მაგარი რაღაც რა საერთოდ შემოგვიმაშა არ მინახავს არ შემოხვედრია და რეალურად აქვს პოტენციალი რომ ძალიან მაგრად დაფუშოს რევიუების წარმოება მე რო ეხა ჩემი კომპანია ხა ნუ აი SEO სერვისებზე ან ჩვენ რო ძალიან ნიშური ან ყველა კლიენტი ჩვენი მოდის word of mouth-ით და არა რაღაც არანაირი რეკლამა არ გვაქვს არსად და გაჟი ჩვენი საიტი ძალიან ცუდი რა ძალიან დიდი ხნით რო გავაკეთეთ ხელი არ ვიხლია იმიტომ რომ უბრალოდ არ გვაქვს მაგის საჭიროება თვითონ მოდის კლიენტები აი ჩვენ რო ცოტა უფრო ისეთი B2C business to customer ტიპები ვიყოთ რომ წიდის რაღაც კონკრეტულს ძალიან დიდ რეფორტს ჩავდებდი ჩემი ბიზნესი რომ მქონდეს რომ რივიუები დამეგროვებინა რა არ ვიცი თქვენ ახლა რამდენად ჩვენ მაინც მე და თორნიკე მაინც რო ამ მთელი ცხოვრება ამ იმაში ვართ შეიძლება რომ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ როცა მოგზაურობთ რივიუებს მაგრამ აი ძალიან დიდი გავლენა აქვს მე უშუალოდ ბიზნესის წარმატებაზე რა მაგალითად აი საბურგერია თუ რაც არის შეიძლება რომ ანუ საერთოდ შეცვალოს შენი ბიზნესი რა და გაგიორმაგოს, გაგისამაგოს ტრაფიკი ძალიან მარტივად. ამიტომ ხო რა თქვენ თუ ეგეთ ბიზნესს გადაიყრებით საქართველოში, ვინც რაღაცა e-commerce არიდან ნებისმიერი ტიპის ეს არის, შეგიძლიათ რომ ბოლომდე იმას ქნათ რა მიაწვეთ მაგალითად. მაგალითად აი ყავის მაღაზია რომ მქონდეს რამე რა coffee shop-ი რომ მქონდეს, აი ძალიან ჩავაჭერდი რომ review-ებში დიდი ის ქონოდა. ამოთ review-ებში გულისხმობა ორგანულად დიდი review, ყავის ფოტო რო იყოს, რომ აი რა მაგარი ყავა გამიგეთეს და რაღაც ეგეთი სტილის. და არა რაღაცა პროსტა 5 სტარი. პროსტა 5 სტარსაც გავლენა აქვს და რეალურად მაინც საშუალოს ითვლის. რაღაც მომენტში ვიღაცები წერდნენ, რომ ანუ weighted average არისო რა, ანუ სხვადასხვა review სხვადასხვა წონა აქვს, მაგრამ ბოლოს უკვე უშუალოდ დოკუმენტებში რო ჩავეძი, არ არის ეგრე რა, ანუ ქულას რასაც წერს რეალურად არის მარტივი მათემატიკური საშუალო. ამიტომ რაღაცა უბრალოდ 5 სტარ review-ებსაც ღირებულება აქვს. ყველა review რო ეხა ამ ხელა გქონდეს და ყველგან ვაიმე და საუკეთესო ყავა რას დამილევი არის, არც ეგ ეხა არ არის რა ბუნებრივი. აი მაგალითად აი მე ხშირად უფრო ვაკვირდები თუ რესტორნებზე არის ლაპარაკი, ну გამოძახება არის ხო ძირითადად ეხა უფრო პოპულარული არა, ну არა, აი აქ ეხა მაინც მე ჩათვალე რომ ტურისტებზე ლაპარაკობ, ვის ჩამოდიან და რესტორანს ეძებენ რა. აი გლოვოსეპი მაგალითად ხო? ანუ ეს ხო ყველას ექნება რა. იქაც ხო რევიუებია ცალკე. იქ ცალკე მაგაზე მუშაობ. ხო. იქ ვაფშე ცალკე. რეალურად ამაზე გავლენა არ აქვს რა. ვიცი რასაც ამბობ, მაგრამ იქ მაგაზე გავლენა არ აქვს. მაგრამ მე მაგალითად ანუ თუ გამოძახების დროს რა არ ვენდობი ვოლტის რევიუებს, იმიტომ რომ არ გეუნება რამდენი რევიუ არის, რაღაც გიწევს 900-800 და შეიძლება რომ რაღაც 600-ს მომიცა ხმა და ახალი გახსნილი არის. უნდა გავდივარ, Google-აw და Google-ის რევიუებით ხვდები უკვე რეალობა რა არის და მაქიდან გამომდინარე ვიდეო ხოლმე გაწყვეტილებას. მაგრამ ხა მაგაშვებით ალბათ მე და 10 SEO სპეციალისტი. ზოგადად შიდა ის არის. აჰა. შეიძლება ლუკა შეიძლება Fiverr-ზე კითხო და Fiverr-ზე დიდი კითხვა არის კი ცალკე ლექსია გვექნება Fiverr-ზე დაფორსე, მაგრამ თუ რამე მოკლე კითხვა გაქვს გამოუშვა. ну ერთ-ერთი გზა ხო არის რა იმის როგორ უნდა დავიწყოთ მუშაობა და მე მაქვს რა Fiverr-ის account სერვისი, მაქვს ჩემი Fiverr-ზე და кайხანი კარგად მუშაობდა და მე რაღაც ბეჯი ავიღე თუ ვარსკვლავი და მაგის მერე საერთოდ გაჩერდა საერთოდ აღარ შემოდის არც კლიკი არაფერი და ერთი წელი გავიდა ფაქტიურად და უკვე დამარცხეს რა ბეჯიც და Fiverr-ზე ეგ ზოგადად ხდება ეგრე თუ ანუ რაში არის საქმე Fiverr-ზე მაქვს კარიერის პირველი 3 წელი მარტო Fiverr-ზე მაქვს დახარჯული რა ძირითადად და ბევრი რაღაც მაქვს ძალიან გამოვლილი რაღაც მომენტში 5 აკაუნტი მქონდა და 5-ვეზე ვყიდიდი ბექლინკებს რაღაც ვყიდულობდი $5 და ვყიდიდი $25 თან ნუ რაღაც ეგრე რა დაახლოებით და პლუს რაღაც fake traffic-ს და რაღაც აი band service-ებს ვყიდიდი და აი ძალიან მოხდილი იყო რა 5-ვე აკაუნტი ძალიან მაგრამ მუშაობდა და 2022-ის თუ 31-ის ბოლოს დეკემბერში გავიღვიძე და არც ერთი აკაუნტი არ მუშაობდა ვაფშე რა ერთი იყო რომ ამის გამო დამბრაკეს რომ fake review-ები გაქო რაც სიმართლე იყო, მაგრამ ისე მოხდა რომ ორი აკაუნტის გამო ყოველ წხვები ჩაითრია ამ ორმა და რაღაც აი არ ვიცი რა იმაში და Fiverr-ის თანამშრომლისგანაც კი მოგვისმენია რაღაცეები და მოკლედ გეტყვით მაქსიმალურად რაც შემიძლია რომ გითხრათ.
ძალიან ბევრი ფაქტორი აქვს. ზოგადად Fiverr-ზე ერთი აკაუნთის ქონა ძალიან სარისკოა. და აი გაბანძდა რა ბოლო პერიოდი და მე რაღაც მომენტში კიდე სხვა აკაუნთები ქონდა და მე მივატოვე და მთლიანად Upwork-ზე გადავედი. Fiverr-ზე უფრო მუშაობს კონკრეტული გიგებად, აი keyword research-ი, ეს, აი სერიოზული კლიენტი მოიხსენებ და მე მგონი არ მოსულა რა Upwork-ზე რა Fiverr-ზე უფრო სერიოზული ეს რა Fiverr-ზე და Upwork-ზე უფრო სერიოზული ტიპები იჩნდებიან. მაგიტომ მე შენი აკაუნთი ჩამიგდე, გეტყვი რა შეიძლება და როგორ შეიძლება რომ გააკეთო. მარტივია გამოცოცხლება რეალურად რა უნდა დაждდე და დააყარო რივიუები 1.25 რივიუ ვითომ ესეთი $2000 უნდა დახარჯო აქედან 1600 უკან დაგიბრუნდება 20% Fiverr-ი წაიღებს და ჩათვალე რომ $400 აკაუნტს მოხდა უეჭველი. ყველაფერი უნდა დააპდეითო და fake რივიუები შეცხო ბევრი იმენა სხვა გიგებზე და უეჭველია ცოცხლებს რა. არ უყურებს ინდივიდუალურ რაოდენობას, უყურებს ჯამურ რა revenue, აი მაგ გითხრა შეხედო რა revenue შეგაქვს იმისთვის რა. და იქ ძალიან მნიშვნელოვანი არის returning buyer-ები უყარს Fiverr-ს. და მაგას ჩალიჩობთ რომ ერთ fake account-ს ვაკეთებდით და შეიძლება 2 წელი ყიდულობდი ყოველთვე რაღაცა $100-300-ს ბექინგებს რა. შესაბამისად აი რაღაც ეგეთ ხერხებს, შალ ხერხებს გასწავლით, მაგრამ სამწუხაროდ fake review-ები ყველგან დაგჭირდებათ. fake review-ების გარეშე წინ ვეძავთ. მე არ დამჭირდა, იმიტომ რომ ძალიან გამიმართლა Upwork-ზე. აი ეგრევე გავრეგისტრირდი თუ არა პირველივე დღეს ჯობი ავიღე, მაგრამ ძალიან გამიმართლა. მაგის მერე მეორე ჯობის აღებაზე დამჭირდა 30 დღე მაგალითად რა. თავიდან ვიფიქრე რომ რავი ეს არის რაც არის. დღეს მე პირველი ჯობი ავიღე Upwork-ზე 2020 წლის მარტში. და რეალურად დღეს აი ძალიან გაცილებით რთული არის, კარგი პროექტის აღება. ჩვენ Upwork-ს საერთოდ ჩახსნილები ვართ და Fiverr-საც, იმიტომ რომ სხვა ისინი გვაქვს და რაღაც მომენტში არის, რომ ეს ისინი გიგროვდება connection-ები, გიმარტივდება რაღაცები და მაგალითად არ ვიცი ხა არც მიხსენებია, მე მგონი ClickSlice-ამდე ასევე მუშაობდი, ოღონდ უფრო ბევრად part-time, Lagence იყო, შვეიცარიული სააგენტო იყო. ერთხელ რა Upwork-ზე გავედი კონტაქტზე, აი თვეში ერთხელ უეჭველი რაღაც task-ები ქონდათ რა. ამიტომ ზოგადად ყოველთვის გირჩევთ რომ მაქსიმალურად ეცადოთ რომ ხარისხიან კლიენტზე გახვიდეთ რა. აი ძალიან შვება არის და ბევრი იყო ისეთი ვინც ხარისხიან კლიენტზე გავედით და მასკინა რა მე დიდი ხნის განმავლობაში task-ები, კლიენტები, პროექტები ქონდათ. ჩვენ ეხლა ვაფშე სხვა სპეციფიკა გვაქვს, სააგენტო რო ხარ, ანუ სხვა კლიენტს ეძებ რა. ეძებ იმედით კომპანიას, ვინც ეძებს agencies-ს. ფრილანსერი რო ხარ, ბევრად მოქნილი ხარ, ვიღაცთვის შეიძლება რომ $200 უნდა რაღაცა პატარა keyword research-ი და ოკეი, მაგრამ აი keyword research-ზე რო ჯობი აიღო, Upwork-ზე, აი არ ვიცი, მთელი ინდოეთს უნდა აჯობო რა, აი ძალიან ქართულდა, მაგრამ შესაძლებელი არ არის. მაგ ყველაფერს მოკლედ ბოლოს წინა ლექციაში ვეცდები რომ ძალიან დეტალურად განახოთ, აგიხსნათ, მაგრამ იმასაც გავფრთხილებთ რომ ბოლო პერიოდში მე პირადად შეხება აღარ მქონია და უფრო რაღაცა რასაც მოვიძიებ და გავიკითხავ ჩემ გარშემო იმის მიხედვით გეტყვით რა ბოლო ერთი წელიწადი და რამდენიმე თვე არის არც გამიხსნია მე მგონი Upwork-ი ან Fiverr-ი, მაგრამ რა პლუსი აქვს იცი რომ ჩემი პროფილს Upwork-ზე რუსი ნანახი გაქვს მე მგონი ხო ჩემ თუ არ მიჩვენები ისეთი არა, კაი პროფილი ხარ, სასწაული პროფილი არ არის, კაი პროფილი არის. ეხლა დღესაც მაგალითად ბრიტანელი კლიენტები რო ყავს, ბრიტანეთში ეგეთიც გვაქვს აწყობილი, რომ რაღაც კონტენტის ეიჯენსი არის და კონტენტზე რომ მიდიან, ესენი თავაზობენ, რომ კონტენტი თუ გინდა ჯერ SEO უნდა გააკეთო. ძირითადად ჩვენი კლიენტები რაც ყავდა UK-ს, ეგ ერთი ჩენელი იყო, ერთ-ერთი ძირითადი და როდესაც მოყავდა კლიენტები. და მან რეალურად ოკეი, კაი, ჰოლი ჩვენი პარტნიორი გვაძლევს რეკომენდაციას, მაგრამ ჰოლის ძალიან უმარტივებს საქმეს, რომ ჩემი Upwork-ის პროფილს უგზავნის და იქ ჩემზე ყველაფერი წერია. ნუ იქ ხა სხვა რაღაცები წერია, რეალობას არ შეესაბამება, იქ ვითომ ფრილანსერი ვარ და რაღაც სხვა ის არის, სხვა მიდგომა არის, მაგრამ ეგ პლუსი მაინც აქვს რა. სურო პირდაპირ იქვე ბევრი ჯობები ვერ გააძროთ და ცოტა წვალება მოგიწიოთ. ამ მაგის გარეთ რომ ვიღაცებს დაელაპარაკებით, ანუ აი CV საერთოდ არ მაქვს მაგალითად არ მქონია ცხოვრებაში, იმიტომ რომ Upwork-ს უგზავნი ხოლმე ყველას. და იქ CV არის, რა მაგაზე კაი CV რა გინდა რომ ყველაფერი ჩანს, რაც გამიკეთებია იმ პერიოდში რა. მაგიტო ხო, ცოტა უდნავ გამიგზავნა ის პასუხის გაცემა, მაგრამ ეგ არის. აი LinkedIn-ი? LinkedIn-ი მაგ კარგია. მეზიზღება LinkedIn-ი ზოგადად სკროლვან სულად ვხვდები, მაგრამ იმიტომ რომ რაღაცა მაგის ხათრით რაც ხუთი ადამიანი უცებ შევახომე, წავიკითხავ და მესიჯი ხო არ არის და გამოდიო რა. მაგრამ ერთი ალბათ აი ჩებიუთი არის LinkedIn-დან ოღონდ. ირაკლი დამფუძნებელმა მიპოვა LinkedIn-ზე და
ხოვდა რომ full time თანამშრომელი ყოფილიყავი და ბოლოს ცდილს დავითანხმე რომ როგორც ააგენტო ავიყვანეს. და კაი ხანი ვიმუშავეთ საკმაოდ წარმატებით. ხო, LinkedIn-ი მნიშვნელოვანია რა. ლუკა, ერთი პატარა კითხვა მაქვს. ეს ჩებე პროდუქტი ქართველების რო არის, მიცემა მაინტერესებს, აი ფული იშოვეს, ხო, კარგად არიან. შემოსავალი გაეზარდა და რატო გაწყვიტე ეს კავშირი? ჩვენთან ყველაფერზე პირველები იყვნენ რა. ყველაფერზე პირველები არიან ეხლაც. და რეალურად იმდენად დიდები არიან და იმდენად ნიშური პროდუქტი არის, რომ აღარ დაჭიდათ რა. რომ ანუ KPI ხო უნდა ქონდეს რაღაც, vagy სადღაც ხარ და სადაც მიხვიდე. სულ აქვს რაღაც 15 კიბორდი და რაღაც მომენტში ყველაფერზე პირველები იყვნენ. და რო ვილაპარაკეთ, აი რა ვიცი რა, პლუს იმდენი ხანი ვუშაობთ ერთად, რომ შიდა თიმაც ისწავლა რა რაღაც ზონაზე. ანუ ქორი რო ავაწყეთ ეს ყველაფერი გავმართეთ და დავაგ და მე უკვე რაც იყო რომ ეს კონტენტიდან შიგნიდან შიდა რესურსზეც გადაიტანა რა. ყველას ეგ აი ძალიან ცოტა აი ერთი კლიენტი მეგონი სხვა არც ყოლია რომ ეგრე მოიქცა. მაგრამ ხო, ეგ არის მან ჯერეთი რომ ძალიან ტყვიანი თიმი ყავდა, კაი თიმი ყავს რა, რა თქმა უნდა, შესაბამისი თიმი ყავს და ანუ ეხლა მაგალითად ეშლიზე თიმში 99% უბრალოდ მუშაობს რომ ეს პროდუქცია გაიყიდოს და ასე შემდეგ. და ყველა მაინც more or less ამ მიმართულებით განათლებული იყო, ბევრი ადვერტაიზერები, დიჯიტალ მარკეტერები ყავდათ და საბოლოო ჯამში აღარ უღირდა რომ ჩვენთვის ცალკე ფული გადაიხარა და ერჩინა რომ შიგნით ემართა რა. ესე იგი კაი მენეჯმენტი ქონიათ რა. ხო, არა, სერიოზული კომპანიაა ძალიან. დიდი ოფისი აქვს ძალიან და უბერავენ ძალიან მაგათ. მაგრამ იგი დანიშნავს რომ რაღაცა მაგალითად რა ამ თიმზეც ვისაც ვაპარაკობ 26-ნი იყვნენ, 30-ნი იყვნენ და ეს წინახევრის რომ ვაპარაკეთ 12 ადამიანი დავტოვეთო. რა ხან ფულ შოულობენ, არა პირიქით აქვთ ხოლმე მიდგომ, არა ნუ აი ეფექტურობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. ვაფშე როგორ მოხდა ეგ რა, რომ digital agency იყო ეს კომპანია. Google-დეც უკეთებდნენ ხალხს და ეს social advertising-ს და CB USA აი ეს. ესენი აიყვანეს როგორც კლიენტი და მიხვდნენ რომ სიგიჟეკო პროდუქტი იყო, მაგრა იყიდებოდა და კონკურენცია ვაფშე არ იყო. თორე ანუ არანაირი ის ბიზნეს მოდელად არ ქონდა ჩამოყალიბებული, პროსტა უკეთებდნენ Google-ს, ჩვენ XSEO-ს უკეთებდით და მოხოდეს მე ერთ თვეში ჯერ ყიდვა შეთავაზეს და ამათმა უარი უთხრეს და მე 1-3 წლის განმავლობაში აქიდან ყიდულობდნენ და აყიდიდნენ უფრო ძვირად ზუსტად იგივე პროდუქტს. ზუსტად. ცოლქმარი არიან ამერიკაში, ეს ვისიც არის და ამზადებდნენ და ესენი ყიდდნენ იგივეს უფრო ძვირად და მე იმდენად მოიხოდა ეს კომპანია, რომ თავისი საწარმო გააკეთეს. ოდენი და საქართველოში იყიდება ეგ? არა, საქართველოს ძალიან კიდიათ. ის ძალიან მაგრად კიდიათ. არა, შემოვიდა რამდენი ერთი კვირა სადღაც. ჩებე? კი. ერთი კვირის წინ ოღონდ იმაში Facebook-ზე აკეთებს შემარტო რეკლამას და მე მგონი არც იცის რომ ხალხს აკეთებს. მართლა? ამერიკე. რა ვიცი ხო, საქართველოს ძალიან არა ინტერესებდათ და შეიძლება ხო არც. რეალურად აქ როგორ არის აღარ იცი ჩიაბათელს აწვებიან ეგრე ჩებეს მაინც არ იმაშვებიან, მაგრამ ხო ჩებეთაც იყო მოხსენიებული. იასი. საინტერესოა ხო, იდეაში ამერიკა ძალიან დიდი ბაზარია რა e-commerce-ისთვის და ხო, დიდად მანტყიდიან და თან ამათი მუღამი არის რომ სადაც გაყიდების 30% შეიძლება ეხა მეტიც არ ვიცი returning buyer-ი არიან. კაი პროდუქტი არის, ეგ არის e-commerce-იც არ ვიცი რა. პიკი რო ისეთი კლიენტი ყავს, ვინც ყოველთვე შენგან პროდუქტს ყიდულობს. მაგარი ბიზნეს მოდელი არ არსებობს. ანუ სანთელიც მაგიტო ადრე რო გეუბნებოდ ეგეც მაგარი არის, რომ იწვება და ახალი გჭირდება, ეგრე არის ესეც რა. ხო, ნუ e-commerce-ზე კიდე ბევრი გამოსილება გვაქვს, რომ advanced კურსში სავარაუდოდ იქ უფრო ვილაპარაკებთ მაგ ამბავზე რა. გამეკითხავი ხო არ გაქვს ცოტა general კიდე. Review-ებზე კი გამიგზავნა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. აი აქ რა წერია fake-ია მაგალითად. არანაირი 15,000 review არ არსებობს. აი ეს. მაგრამ მუშაობს რა Google-ს. რომ დააჭირო არ გაგიხდეს, ანუ review-ებს. კი, მაგრამ 15,000 არა, 4 წელს. მაგრამ მართლა კაი review-ები აქვს, ეხლა ტყუილი არ არის, მაგრამ რიცხვი მოგონილია რა. დაჟე ცოტა არ ვიცი რა, რაღაც 15,030 მაინც იყოს, არ ვიცი რა თუ წერია ზუსტად 15,000. მაგრამ ხო, ეგეთ რაღაცები მუშაობს და დაჟე Google-ში რო სერჩავ. ეხლა არ ვიცი როგორ არის, მაგრამ
რაღაც მომენტში გამოქონდა გარედან, ეხლა აქ არ მიჩვენებს. მაგრამ აი აქ ანახევდა ხოლმე რომ 15,000 რივიუ. ანუ ფეიქ რივიუებიც გააქვს აქ რა გუგს რა. ოკეი, კიდე რამე კითხვა ხო არ გაქვთ? ლუკა, ბევრი ლოკაცია თუ აქვს ბიზნეს რა. როგორ ხდება აი ეგ მაგას თუ შევხედოთ ამ ცალ-ცალკე სნით თუ ანუ გეტყვით აი ძალიან მალე მივა მაგამდე. ოკეი. შემდეგი არის ხო, შეფასებები გავიარეთ, მოკლედ მაგის მნიშვნელობა მაქსიმალურად გითხარით რეალისტურად რა როგორ არის. და შემდეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბექინგები ლოკალური საიტებიდან. მაგალითად, რა ეხა ბათუმში ორი კლიენტი ყავს, ვისაც ბათუმში აქვს ფილიალი, ლოიალტე და ეში. და ორივეზე ვდებ სტატიას ბათუმელები ჯიზე. რუსთავში თუ გაქვს, არ ვიცი, საშაურმე, უნდა გააკეთო ინფო რუსთავზე და რუსთაველები ჯიზე და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იქაური კონკრეტული მედიები, ლოკალური PR-ი იყოს შენზე რაც შეიძლება მეტი. თბილისზე ხა ბევრი ეგეთი არაფერი არ არის. როგორც გითხარით, თბილისელები ისეთი ფასი აქვს, რომ ჯობია რომ 10 სხვაგან დადოთ. მაგრამ ინფო რუსთავი, აი გურიაში ხა არ ვიცი რამე ვინმეს რამე ბიზნესი კონდეს, ეგრე რაღაცა ლოკალი სჭირდებოდეს. ზოგადად ვამბობ, უდი ქვეყანაში რო ცხოვრობდეთ ხა და განვითარებული ბევრი ქალაქი რო კონდეს, აი ქუთაისი მაგალითად ხა ქუთაისში თუ რამე ბიზნესი გაქვს, რაღაც ქუთაისი პოსტი, ქუთაისი ნიუსი, კეი ნიუსი, რამდენი რამოდენიმე არის, თლიანად უნდა აითვისოთ რა. და აი ხა ბექინიკებსაც რო ცოტა მიუბრუნდეთ, ამ შემთხვევაში გახსოვს რომ გეუბნებოდით რომ აი რელევანტურობა როგორ შეიძლება რელევანტურობამ გადაჯაბნოს სხვა მეტრიქსები მაგალითად Destiny Travel-ი რო განახეთ Mobinex-ზე რომელიც სულ რაღაცა 300 ტრეფიკს აჩვენებს Google-ი მაგრამ ძალიან რელევანტური არის იგივენაირად რუსთავში თუ რამე ბიზნესი გვაქვს info რუსთავს შეიძლება რომ სხვა საიტი ჯობდეს მაგრამ უეჭველი info რუსთავზე უნდა დავწეროთ და შეიძლება დაჟე იპოვო მედია რომელსაც აი ძალიან ცოტა კლიკი და ტრეფიკი აქვს მაგრამ არის ლეგიტიმური აი ვიღაც რუსთაველი ტიპი არის წერს რა რუსთავზე მართლა honestly რაღაცა ნიუსებს და ძალიან მაგარი არის ეგეთი ლინკების გამოყენებაც. და რაც დრო გადის, მითო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ ლოკალურ SEO-ში იმ ადგილობრივ მედიებში გქონდეს რაც შეიძლება მაგრად ფეხი მოკიდებული. მაგალითად, ეხლა რო განახეთ SEO სერვისები ჩიკაგოში რა. ანუ აი ხა შეიძლება მაგალითი ყველგან არ იყოს, მაგრამ საუკეთესო ვარიანტში უნდა გქონდეს, რავი რა, არ ვიცი. Chicago related სტატიებზე რაც შეიძლება მეტი სტატიები, PR-ი, ბექლინკი, რაღაც არის. ყველანაირად უნდა კონდეს, მოკლედ მოცული ეგ მიმართულება რა. ხო, მიდია შეაფერი აქ განსაკუთრებული სხვა. ნუ ინფორმაციული სიზუსტე ძალიან მნიშვნელოვანი არის, და არა მარტო უკვე უშუალოდ Google My Business-ისთვის. არამედ რეალურად AI overview-ებში ეხლა ვაყალიბებთ რაღაც ცალკე ოფერს, მოკლედ კლიენტებს რაც უნდა მივცეთ და უკვე ერთს არის ავაწყეთ ეგეთასთვის, მან გვაქვს ერთ-ერთი მიმართულება, რომ რამდენად კონსისტენტ არის ინფორმაცია ჩვენ შესახებ მთლიანად ვებში რა. ერთ და იგივე სახელი, ადრესი, ტელეფონის ნომერი, საიტის მისამართი, ყველაფერი ყველგან უნდა იყოს მაქსიმალურად გამართული. და რაც შეიძლება მეტ ადგილას უნდა იყოს დალისტული, როგორც წინასე ვნახეთ, რომ yellow page-ები იქნება თუ ნებისმიერი ტიპის დაირექტორი, რომელიც იდეაში link building-ში გავიარეთ, აბსოლუტურად ყველაფერზე უნდა ვეცადოთ, რომ ზუსტად consistently ერთი და იგივე ინფორმაცია, ერთი და იგივე messaging-ით და აღწერით ყველგან გქონდეს რა. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ნუ საიტის ორგანული პოზიციონირება, რა თქმა უნდა, რა, ნუ ზოგადად SEO-ში რაც უფრო ძლიერები ვართ, ეს ამ ყველაფერს ეხმარება. ეხლა არის უკვე თქვენ კითხვებზე რაღაც დამისვით მაგას ლაივში გავვლით. ხო არ გიჩვენიათ რომ დავისვენოთ თუ მოურჩება, სადაც 10-ზე მოურჩები თუ გადავაბავთ. ლუკა, ერთი კითხვა აქვს მე რა, საიტი თუ არა და პროსტა დალისტული თუ არის, ან ეგ ბიზნეს პროფაილი თუ აქვს პროსტა რა ბიზნეს. ანუ მაგის ბექლინკებიც უნდა იჩარეთ ჩავ, ან არა, საიტის პროსტა ვებსაიტის. აჰა. ასე. მივაბათ ხოლმე მგონი როგორც ხვიჯობი. კი ბატონო. ხო, ეხა კითხვაც რა, ადრე როგორ იყო, იცით, რომ საერთოდ შეგეძლო რომ Google My Business ისე ქონოდა, რომ საიტი საერთოდ არ ქონოდა და ეხა მაგას ვეღარ აკეთებ რა. არ ვიცი, რამე თუ არ შეცვალს 1 წლის წინ ვეღარ აკეთებდი, ადრე იყო რომ პირდაპირ შიგნით გაშენებინებ და უბრალოდ პროფილს და ეხა საიტი webguard-ი თუ არ გაქვს, Google My Business-ის ვერ გაქვს. ერთი წამით ნახავ ეხა GMB-ს რეალურად დღეს რა ქვია.
GBP Google Business Page თუ რაღაც ეგრეთ იკითხებ GBP ხო GM-ს დაუძახებ რომ უფრო მარტივად გამოითქმის ჩემთვის მაგრამ ხო რაღაც ქვია ხა და მოდი ხა live რეჟიმში ავიაროთ ხო შევედით ხა ეს არის ესე გამოიყურება ასე ვთქვათ back-end-ი GM-ის რა პროფილები სადაც არის ჩამონათვალი თქვენი კლიენტების და სამიმდინარე რაც ის გაქვთ რაღაცები პროცესინგზე არის მეზიზღება საქართველოში ამ ყოველთვის დავერიფიცირება იმიტომ რომ რაღაც ძალიან დაგვიგროვდა და წარუმატებელი case study-ები მაგალითად ლესე იყო ჩვენი კლიენტი რა დანების მაღაზია რო არის და ვერაფრით ვერ დავერიფიცირე სამჯერ ჩავაბარე ვიდეო იგივე უჭირს ეხა რომელი არის განახებთ ეხა ცოტა ხანში ფაილის რაღაცა შევეხები მოკლედ მოსაშულზე არის მეგალაბი და ვერ ვქენი რა ვერაფრით ორჯერ გავატარე და ხვალ კიდე მივდივარ რომ მესამეჯერ გავატარო live calls აკეთებთ ბოდიში ვერ გავიგე რომელიმე ერთი და იგივე ვიკითხეთ მე მგონი რამ გამოიწვია ეგრო ვიცოდე კაი იქნებოდა მაგრამ ესეთ რაღაცა მითხრა რომ გარშემო ბიზნესებიო რაც არისო ვერ ვხედავო თუ რაღაცა რა check the surrounding businesses თუ რაღაცები და წავედი გადავუღე რა ვიცი US ყველაფერს გადავუღე და ვაფშე პასუხი არ მივიღე ლუკა live-ში არ აკეთებთ calls კი აბა არა call-ი არ არის ო მე call-ით შვები ხოლმე და მე მინდასტურებ call-ით აბა ნა კი live call-ი შეგიძლია და აი მაგალითად ამას თუ გამაკეთებინებ ვიდეოს არ უგზავნე ხოლმე live-ში ვაჩვენებ და თვითონ მეუბნება აი გაწია კიდე გაწია იქით რაღაცები და მე ბოლოს ამის გარდა მე არაფერს ჩვენის გვაქვს brand wizards-ი არის თქვენ დი 500 რო გაქვს მაგიტო ეთყობა ხო არა მე ეგეთი რაღაც არ მაქვს მარტო ეს მაქვს ოფშენი რა მოთ ეს კი არა რომ ვიდეოს გადაიღებ და ატვირთავ ეხა აქ რო დავაჭირო next რა აი ეხა მომცა ეს წერა სხვა რაღაცის პრობლემა და ძალიან დავყარეს ბევრს აქვს ეს პრობლემა ძალიან საქართველოში ოფშენის ცეცხლს თუ მაძლევს არა აქვს ხო ოფშენი ხო ნუ იდეა შედიხარ ლინკს გაძლევს მე ესე ტელეფონში გახსნი ამ ლინკს და შიგნით ლინკიდან უღებ ვიდეოს და აჩვენებს ძალიან ცუდ ხარისხად ვერ ხვდები იქ ეგეთი მიზდით თუ არ მიზდით თუ კარში მოკლედ და ძალიან თავის ტკივილია გაგაგებინებთ და გააპდეითებთ ამ მეგალაბის кейს თუ მოვაგვარეთ ლესე ვერ მოვაგვარეთ კიდე ერთი ვერ მოვაგვარეთ ვერაფრით აი ეს რა მოკლედ არ ვიცი 8ჯერ მივწერეთ საფორს ლუპში გატრიალებს რა იმენა სულ ლუპში ხარ რომ გვეუბნება რომ ვიღაცა პროფილი უკვე არსებობს ანუ თავის ძროზე ხა ის რა თქმა უნდა რომ თვითონ კომპანიის ბრძალია ვიღაცამ შექმნა რაღაც აკაუნთი იმით გააკეთა ის დაამატა მოკლედ არეული არის და გვეუბნება რომ დუპლიკეიტი არსებობს ანუ ვიღაცის აქვს შექმნილიო და დუპლიკეიტი არისო და რომ შევდივარ და ვეუბნები რომ მე ვარ რომ მოკლედ ვერ უმტკიცებ რა ლუპში მატარებს მე რაღაცა მეუნება კოდი აი არ მოდის მოკლედ ვერ გავაკეთეთ რა სამჯერ შევახსენეთ ერთ და იგივე და ანუ რაც არის ეგ არის ამიტომ ხო ეგეთ რაღაც რო არ მოგივიდეთ ვიცი მაქსიმალურად ყველაფერი უნდა ვანახოთ რა მაგრამ ეხა მეგალაბის ერთ-ერთი იმაზე არის რომ რუსთავში არის რომ ნომერი არ აწერია გარედან არსად კორპუსს მიდი და ეხა მანდ გააკეთე რომ კორპუსს არა აქვს არა არსად არ აწერია ნომერი ჯერ არც კი გვისტია იმიტომ რომ არ იყო თანაშრომლიც მაგას იზამდა მაგრამ ეგ ვაფშე არ თურეს ვინ არ წარმომიდგენია როგორ შეიძლება რომ დაგვიდასტურონ რა ლუკა თუ გინდა გეტყვი რას მთხოვენ ხოლმე ყველაზე ხშირად კი მითხარი თავიდან გარეთ ბანერი თუ გაქვს რა ეგენი კი კაც მაგის გახსნილი მაქვს აი იმებს საკასოს ვაღებთ ხოლმე და აი კი კასა უნდა გააღო ფული უნდა აჩვენო ტერმინალი უნდა აჩვენო აუცილებლად ჩართული ტერმინალი მე საწყობი თუ გაქვს საწყობი უნდა აჩვენო და ეს ვანახებთ ხოლმე და არ შევა მაინც ორი ყველაფერი და კარგი ხარისხი უნდა იყოს თორე ლაივში ცოტა ცუდ ხარისხს რო ვაჩვენებთ ვერ დავაფიქსირეთ ბანერი ვერ დავაფიქსირეთ ლოგო რაღაცაო და მაგის პრობლემა მგონია მე თვითონ რა ლინკსაც მიგზავნიან ისე რომ გავდივარ ხარისხს აფუჭებს ეს ლინკი ხო
და ეგ არის ალბათ ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ნუ არ ვიცი რაღაცნაირად ბოლოს-ბოლოში გავიყვანთ, მაგრამ რო იცოდეთ ან სად იყავით რომ შეიძლება რაღაცები გაგეჭიანურდეთ და პრობლემები შეგექმნათ რა. თქვენ ახლა მაინც ნიკო რა ამ ხელა 500-ის რო გაქვთ, ანუ აი დაიმპორტებული არის თავის დროზე თუ როგორ გაქვთ ლოკაცია დამატებული. ბრენდვიზაცი არის, თული არის, იქიდან მისავთ. Google My Business-ის ნაცვლად მაგას ვიყენებთ და აი ვიცი ხა კითხვა რომ დამისვით წერან. თუ ნიკო რა არის და 700-დან დაჟე 15-ზე მეტი ლოკაცია თუ არის რამებს გავს. მეგონი Google My Business-აც აქვს, რომ ad business და import business-ის და რაღაც კონკრეტული სქემით უნდა აუტვირთო, template-ს გაძლევს და template უნდა აუტვირთო და არ ჭირდება იდეაში სხვა third party თული Google არ ჭირდება რა ანუ ის არ ვიცი გიორგი თქვენას იყენებ შეიძლება უკეთესია, მაგრამ ზოგადად აქ რა საკმარისი Google My Business რო ყველაფრის გარეშე რამდენის გინდა იმდენი დაამატო, იმიტომ რაღაც კონკრეტული Excel-ის ფაილის სტილში უნდა მისცე. მაგრამ თუ 10-ზე ნაკლები არის, Google თვითონ გეუბნება, რომ მოდი არ გინდა ეგრე ატვირთო და ხელით ცალ-ცალკე ბიზნეს აკაუნტი გაუკეთე. ოღონდ ესე კი არ უნდა ჩაყარო, ანუ ესე პროსტა create groups დააჭირეთ. მე გალაბის ლოკაციები მაქვს მაგალითად ერთ-ერთი ჯგუფი. და მეცა თეაკლია, მაგრამ ხო, არა, კაი აცარი. ხო, და რეალურად არის 1 2 3 4 6 ცალი გვაქვს, 7 მე 7 ემატება ეხა და ერთი ჯგუფის ქვეშმა ყველაფერი და იგივენაირად გვექნება სხვაებიც მე რა, წეში იქნება თუ რა იქნება, ყველაფერი გექნება ერთი აკაუნტის ქვეშ. მე არაზოს არ ყოლია კლიენტი, რომელსაც 15-ზე მეტი აკაუნტი აქვს, შესაბამისად მაგის გამოცდილებას ფიზიკურად ვერ გაგიზიარებთ. გიორგი თუ რამე არის განსხვავებული ამასთან არ ვიცი მან როგორ ხდება შენ უფრო გვეტყვი 10 10 12 13 რაც არის ყველგან არის ზუსტად ესე ყველას აქვს ცალკე პროფილი და ყველაფერს ცალ-ცალკე აოპტიმიზირებ რა. და სავარაუდოდ თქვენ ცითად ეგეთი შეიძლება გიქნება ჩეხი. ეხლა მივყვეთ და რომელიმე ავარჩიოთ და ხო, თავის დროზე რა, თავის დროზე წელიწადნახევრის წინ როგორ იყო, იცი უკნიდან ბექენდში ეხლა ხო სადაც გადამიყვანა, პირდაპირ Google Search-ში ხო გადამიყვანა და წინაზე ადრე პირდაპირ აქ ტოვებდა და აქვე გაცვლებინებდა რაღაცებს. ეხლა ისე არის, რომ გადაყავხარ პირდაპირ ვითომ Google-ში ხარ და შიგნიდანვე Google-იდანვე ცვლი რა, დასერჩე და აგერ გეუბნება, რომ ეს ხარ შენ და profile strengths, რომელიც არ გვაქვს ბოლომდე მიყვანილი. და ძალიან მარტივი არის რა, რეალურად. აი აქ ნახეთ, თემსამს გამოვთავ. აი ესენი არის, ანუ edit profile, review-ები, ფოტოები, პოსტები, performance-ი, advertising, რომელსაც აკე მიყვები და ამას ცოტა ხანში განახებთ, მოდი ცალ-ცალკე მივყვეთ. აუ შევიყვანე აქ რატო აღარ არის. ხო, პირველი რაც არის რომ აღწერა. ძალიან მარტივად 750 ქარაქტერი გვაქვს და აი ეს შეგვიძლია რომ წაიღო რა. ფოტოები უნდა ატვირთო გარეთ და შიგნიდან მაქსიმალურად რომელიც მე ხარ მაქვს. იგივე. არ გვინდა $320. მე edit profile-ით მივყვები ხა და ყველაფერზე ნახავს. ხო, აი ნახეთ ბიზნესის სახელი, ოკეი. primary კატეგორიით ეღანასაც განახებდით, ანუ ყველა თავარიაც არის და არის medical laboratory და არ ვიცი ხა, აი რაღაც დავინახე. medical laboratory, აი ეს იგივე არის. ლაბორატორია შეიძლება დაამატო blood testing service-ი. და ესე რავი HIV testing-ი და ასე შემდეგ, რომელიც გაკეთებული არ გვაქვს. დავასეივებ და რეალურად რაც ის სერვისი აკეთებ და შესაბამისი კატეგორია აქვს ამ პლატფორმაზე, მით უკეთესი რა. opening date-ი შენ თვითონ უნდა მიუთითო, არ ვიცი ეს სწორი არის თუ არა, მოკლედ ცოცხალ მაგალითს ვაკეთებთ რა. ტელეფონის ნომერი, ჩატი თუ გაქვს WhatsApp-ის ლინკი რო გქონდეს, ძალიან კარგია. საიტი
სოციალური პროფილები, რომელიც აუცილებლად გაწერილი უნდა გქონდეს, ლოკაცია, სერვისს სადაწვდით, opening hour-ები, special hour-ები, მაგალითად თუ რამე კონკრეტული გაქვთ რა, ხა siesta თუ არის მაგალითად ესპანეთში და რაღაც კონკრეტულ იმეებში არ მუშაობს რა, საათებში აუცილებელი არის რომ ეგეც გამოვიყენოთ, ანუ ვიღაცები არიან რომ შაბათს არ მუშაობენ სიტყვაზე რაღაც მოკლედ, რაც შეიძლება up to date სწორი ის იყოს. არ ვიცი თქვენ შენიშნებია თუ არა, Google-მა შეიძლება რომ პირდაპირ კითხოს რა. რომ რაღაცა რესტორანზე სწორი იყო თუ დაგვხვდა თუ არა ღია სიტყვაზე და აუცილებელი არის რომ მანდ ვიყოთ consistent და up to date. ძალიან მნიშვნელოვანი არის accessibility-ები გქონდეს, რომ მაგალითად, მაგრამ აი ეს არ არის კაი რა, იმდენი ხანი არ იყო რაღაცეები შევსებული, რომ Google-მა თავისით დააპდეიტა და მაგას რა თქმა უნდა ყოველთვის ჯობია რომ ჩვენ მივაწოდოთ და მაგამდე არ მივიყვანოთ. ხო, accessibility-ები ძალიან მნიშვნელოვანი არის, wheelchair-ისთვის თუ გვაქვს disabled ადამიანებისთვის თუ გვაქვს ყველანაირი ინფრასტრუქტურა აუცილებელი არის რომ აქ მოვნიშნოთ და მივუთითოთ. ნუ amenities რაღაცა ტუალეტი და რაღაცები თუ გვაქვს, კი, ბავშვების სივრცე თუ გვაქვს, კი, parking თუ გვაქვს, უნდა გავაკეთოთ, payment-ები როგორი გვაქვს, ყველაფერი უნდა იმას ვქნათ. და კიდე რამე სერვისის ოფშენები თუ არის რომ რაღაც ადგილზე რაღაც დამატებით გთავაზობ. ყველაფერი აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ, რომელიც ეხა რეალურად აქ შევსებული არ არის და ნელ-ნელა ჩვენ მივყვებით და ყველაფერი ყველა account-ს ვავსებთ, ჯერ ვცდილობთ რომ დავავერიფიციროთ, რაც კი არის ყველაფერი. შემდეგი არის, ანუ edit profile-ს არანაირი წინასწარი SEO ან რაიმე სონ არ ჭირდება, უბრალოდ უნდა მიყვეთ და ყველაფერი შეავსოთ მაქსიმალურად. ბევრი ადამიანის შევსებული ჯინები მინახავს, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს SEO-ზე ლოკალ რაღაცაზე, უბრალოდ მიყვა და ეს ყველაფერი კარგად შეავსო. read reviews ძალიან მარტივი, ყველაფერს მიყვებით, პასუხს ვცემთ. ესეც ჩვენი თანამშრომლებს დავაწერინეთ. ხო ის დაითვალისწინეთ, რომ ზოგადად საავადმყოფოებს ყველას აქვს დაბალი რევიუები ხოლმე ძალიან ხშირად, იმიტომ რომ ну მან განსაკუთრებით ძირითადად უკმაყოფილო ხალხი წერს ხოლმე იმას, რაც წავედი რაღაცაზე მიშოლის, გამოვედი, ოკეი, კაი რაღაცა თუ გაიწელა, ან ძვირი დაჯდა, რაიმე მსგავსი, ხო რა, ხშირად გადააწყდებით ხოლმე. პასუხის გაცემას იდეაში ეს SEO-ში რა მუღამი აქვს რა, ანუ reviews პასუხის გაცემას. Google-ის თვალში ხარ ლეგიტიმური ტიპი რა. ჯერ რომ user-ისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. მაგალითად თუ ვიღაცა გიტრაკებს რაღაც payment-ზე და უნდა უთხრა რომ იცი რა, ჩვენ შემოგთავაზეთ სხვა ვარიანტების და ან უბრალოდ აღიარა რომ ბოდიში აი მომენტში რაღაცა ჩვენ თავარ payment სისტემას პრობლემა ქონდა და ეხლა მობძანდით და ფაზაკლებით შეგთავ აი ეგ რომ you care about customers მაგას ანახებს სხვა არაფერი და პლუს Google-იც ხედავს მაგას რა SEO-ს კუთხით რომ ანუ შენ არ ხარ negligent და ვიღაც ტიპი რო ცუდ კომენტარს გიწერს ერთ მაგდენ ან უფრო დიდ კომენტარს უკან უბრუნებ უხსნი ან ბოდიში ხდი ან ეუბნები რომ გამოვასწორეთ და გთხოვ თავიდან ქვესტუმრეთ ან არის ნებისმიერი სხვა ეს თვითონ Google-ი გიბიძგებს რომ generate reply გააკეთო? generate reply. არა, ამაზე ამბობ არა. ეს რაღაც მაგ მაგ რაღაცა. მე მგონია ისე. GMB ის არის. ეს არც ვიცი რაღაც ახალი ფულს მომთხოვს ალბათ. დაიკიდეთ ეგ რა. მაშინ რა კაი რამე იყოს ეს სიმართლე გითხრა. თუ ბევრი review გვაქვს, კაავ და შეიძლება AI-ით პასუხს ცემს ყველაფერს. просто reply და შეგიძლია არ მქონია ხა ეგეთ რა უნდა იყოს ეგეთი რამდენი review უნდა ემატებოდეს რომ ვერა უხვიდე რა მაშინ ანუ ძალიან დიდი ლოკალური ბიზნესია. თორე აი რომელი იყო ყველაზე დიდი რაც მინახავს მაგეთ რესტორანი იყო აი 112,000 რომში იყო რაღაც რესტორანი 112,000 review ქონდა რა. მაგრამ არსებობს 1918 წლიდან და ხა 1918 წლიდან რო არსებობს რა ვიცი ოკეი და ვაფშე ლეთ აიკიდო ხა 112,000 review თუ გაქვს უკვე ხარ სელებრი რიგში დგახს ხალხი, ავიდა სამი ქუჩის იქიდან რიგი იწყებოდა და მაგრა კიდიათ ეხა Google My Business-ში ვინმეს თუ რაღაც ტუალეტში რიგში დგომა მოუწია და დაბალი სტარი დაწერა, არ აინტერესებთ რა. გადატენილი რო გაქვს რესტორანი, დიდად აღარ გადარდეს ეგ ამბავი. ოკეი, კაია, გავუძლებოთ. ეხა ფოტოები და პოსტები ორი ყველაზე ჩემი აზრით underrated ამბავი არის. რაც შეიძლება რომ გამოიყენოთ რა. პოსტები არის ერთი კვირით იდება რა. თუ არ შეცვალეს. კოცითად ეგრე არის ხომ ერთი კვირით იდება და ძალიან მაგარი არის ხედი ბლოკი მაგალითად ვაკეთებთ ხოლმე, მაინც ეზარებათ და
მე თვითონ წეზარება, ჩვენც გვეზარება ხოლმე. რომ მაგალითად რაღაცა ივენთია 4 შაბათს მოდის ვიღაცა რაღაცა სპიკერი, რომელსაც უნდა წავიკითხოს ლექსი. ძალიან მაგარი არის თუ ეგეთ ნიუსებს პოსტებში დავდებთ. ან ჰელოუინ პარტი იმართება, არ ვიცი, რაღაც ფასდაკლება არის, ბრექვესტზე, სტამბაში, სულ არის ხოლმე ეგეთ რაღაცები და ყოველ დღე თუ არა. აი როგორც ორშაბათს როგორც წესი თუ დაგეგმილი აქვს კომპანიას კონკრეტულ იმ კვირაში ცოტა განსხვავებული რა ხდება, ძალიან მაგარი არის რომ ეს ყველაფერი Google My Business-ში გამოვაქვეყნოთ რა, პოსტების სახით. ძალიან მაგრა გვიწევს რელევანსის, Google-ს ეუბნება რომ ჩვენი Google My პროფილი ძალიან აქტიურია, ზრუნავს რაღაც თავის მომხმარებელზე და engaged ყავს თავის ისე თქვა customer-ები. შესაბამისად, პოსტების დაწერა შეგიძლიათ ბევრ რაღაცაზე, როგორც უბრალოდ შეიძლება რომ პოსტი იყოს, ასევე რაღაც ივენთი თუ იმართება, ეგრე განახებთ. ივენთი ან ოფერი. მაგალითად, ოფერი თუ არის, რომ აი დავგუგლე რა, აი ძალიან underrated გამოსაყენებელი არის, აი მაგალითად ოფერების ის. ну დავსერჩე რაღაც coworking space-ი, რა უცხოელი ტიპი ვარ, დავსერჩე coworking space-ი და D-Blocks ოფერი აქვს სიტყვაზე 20%-იანი. ანუ ეს საიზით ვარ გადავედი, არც არ ჩანს, მაგრამ აქ თუ დამატებული გვაქვს პირდაპირ Google My Business-ში ანახებს, რომ ოკეი, ოფერი არის რა ამ საიტზე, ამ კომპანიაში. ისე რომ საიტზე გადმოსვლა არ უწევს და ხშირად საიტზე შეიძლება არ გადმოვიდნენ, ანუ Google My Business-ში ნახოს, უცებ იქვე შეამოწმოს პროფილი და მე რა სულ ეგრე ვშვები და მე პირდაპირ direct to მომეწონა direction-ებს ვნახულობ, რამდენად ახლოს არის, როგორ არის, ასე შემდეგ. აი ესეთი ოფერები, ივენთები, თუ გამოტანილი გვაქვს აქ კუპონ კოდები თუ ნებისმიერი რაც იქნება თავის იმიჯებით და ყველაფრით, ძალიან მაგრა ზრდის conversion-საც უშუალოდ რა, ერთი რომ რენკინგებში დაგეხმარებათ და მეორე რომ conversion rate-ებსაც ძალიან მაგრა ზრდის. ანუ ჩვენი მუღან ყოველთვის დაიმახსოვრეთ, რომ არის conversion-ი, რომ ტიპი მოვიდეს, რამე იყიდოს, არ ვიცი, სერვისი შეიძინოს და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ხო რა, ესეთი დეტალები, რომელსაც ძალიან საქართველოს ალბათ არავინ არ იყენებს, ჩვენ გამოვიყენოთ რა. და რომ მოვიტყუოთ ჩვენც გვეზარება ხოლმე, იმიტომ რომ ხო ასეთი და არ მოდის ხოლმე. ან როგორი ამბავი ეცი კლიენტი რო გეუბნება რომ შაბათს აი ეს არის ჩვენი კვირის გეგმა, შეხვალ აპირთა, მაგრამ აი შე რო გიწევს რომ მიწერო, აი ეგ პროცესი უკვე არაეფექტურია ხოლმე და ხანდახან გვავიწყდება რა. და პლუს ხო ჩვენთან მაინც კულტურა Google My Business-ის რევიუების ლოკალბეკის ისეთი არ არის როგორც ბევრგან სხვაგან. ფოტოებზე ხა ბევრს არ ვილაპარაკებ, რაც შეიძლება მეტი ფოტო უნდა ატვირთოთ, მეტნაირი, ამას პლუს ეხმარება თუ კლიენტები, customer-ები თვითონ ტვირთავენ user generated contents, მაგრამ ხო რა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი ხა D-Block-ი რო ხარ განსაკუთრებით, თუ ინა D-Block-ის მაგალითი რა. ლამაზი მაგალითი ნახოთ ვიდრე ეს. დამზულო თუ არ მონახეს ამბობს ხო აი აქ ხა ბევრი ფოტოები გვაქვს ატვირთული რა იმიტომ რომ ძალიან დიდ იმას უქმნის წარმოუდგენას ადამიანს სად მოდის ამიგალაფში რა უნდა ატვირთო ბევრი მაგრამ რაღაც 5 ფოტო ყველგან შეგიძლია რომ ატვირთო რა არ უნდა დაგვიზაროს აი უცბად პატარას ჩაგიკითხებ ტექნიკურ საკითხს აი ჩაგვიგდო D-Block-ის მაგალითი თორმიკებ რა როცა აუდიტს ვაკეთებდი და აი მაგალითად alt text-ში ხო აი როგორი აღწერა უნდა იყოს მაგალითად და ესე შეგიძლია თქვა რომ მაგალითად cover of რაღაც სიტყვაზე ანუ აი უბრალოდ თუ თალი იყურება აი მაგ დროს black woman gazing სიტყვაზე ანუ ეს ფოტოები ხარ რეალურად საიტზე შეიძლება რომ ვაფშე არ იყოს აქ შეიძლება alt text-ი ვაფშე არ აქვს მე უნდა alt text ვერც უწერ ამ ფოტოებს ამიტომ შეიძლება დაიკიდო აქ ეგენი და ჩვეულება არა გიპასუხებ მაგალითად საიტზე რო ტვირთავდე D-Block coworking space casual რაღაც day სიტყვაზე აი ეგრე არა ვიდრე რომ აი ხალი რო იყურება რაც D-Working space რაღაცა stairs connecting two floors სიტყვაზე ეს ანუ რეალურად უნდა აღწერო რა ხდება სურათში რეალურად და ანუ ეს ხომ აუცილებელი არ არის ანუ თუ აუცილებელი არა აუცილებელი არის საიტზე თუ იტვირთება მაგრამ ეს გამოყოფილია საიტისგან საიტზე არ არის ეს და აქ არ არის აუცილებელი რა ну აუდიტისთვის ხო აუცილებელია რაც ის როგორ არის იცი ჩათვალე რომ აი განახეთ მოდი
ნახე, აი აქ მედიაში რო ტვირთავ, იგი არის აი ალტერნატივ ტექსტ პირდაპირ. და ამას პროსტატ ეს არის საიძე თავსდება და საიძე რო გამოიყენებ ეს ალტერნატიული ტექსტი მოყვება. მაგრამ აქ რასაც ტვირთავ? ეს პროსტა აქ არის და ანუ ვერც საიძე ვერც ბლოგში ვერ გამოიყენებ, ვერცად ვერ გამოიყენებ და ალტ ტექსტი ამას არ ჭირდება რეალურად. კითხვა ხო არ გაქვთ? ლუკა, ამ სურათებსაც აქვს ვადა თუ ეს ჩვენზეა დამოკიდებული? არა, ეს უიქნება. კიდე ხო არ გაქვთ ის? ეს დიბლოკი ლობი ბარი რო იყო, ეგ არის ხო? გადაკეთებული. არა. არ ვიცი რა იყო, ანუ როგორი არ იყო, პროსტა დიდი სივრცე იყო, ძალიან ადრე იყო რაღაცა. სტამბას უკან არის რა. ხო, სტამბას ლობი რა, შეიძლება. მე მგონი არ არის ეგ რა, ვიცი ესეც ამბობდა, მან სხვა რესტორანია ახლა და ეს იყო უზარმაზარი არის, დიდი ის არის და გამოდინე სართული, 3 სართულია. ეხლა შეგიყვანთ პერფორმანსზე. ეს არის ჩვენი Google Search Console GMB-ის. და ესეთი ამბავია რა, განახებს მარტო წარსული 6 თვის სტატისტიკას. ანუ არ გვანახებს Search Console-ში შედიხარ და აი მინას ყველაფერს ნახულობ, აქ ეგრე არის. განახებს 6 თვის სტატისტიკას და არის ესეთი business profile interaction-ები. ერთადერთი პლუსი რაც არის, ნახე, განახებს შარშანდელი იგივე პერიოდთან რა შედეგი გქონდა რა. და ხო, თან გაია ეგ, გეუბნება რომ 22.2% არის გაზრდილი. მაგრამ ნახე, როგორ იშლება? ეს არის ბიზნეს პროფილის ინტერაქცია და ინტერაქცია იშლება 4 ნაწილად. ერთი არის რომ დარეკა, მეორე არის რომ პირდაპირ ბუქინგი გააკეთა, მესამე არის რომ directions დააჭირა და მეოთხე რომ საიტზე გადმოვიდა რა. ანუ 4 სხვადასხვა ქმედება არის, რომელიც ითვლება interaction-ად. ამე ხო კიდე ამაც არაფერი. ნუ აქ კი არის რომ მესიჯი შეიძლება მოგწერა რა. აგერ არის კოლები და ყველაფერზე ცალ-ცალკე გეუბნება სტატისტიკას, ანუ რეალურად კარგი არის რა, საკმაოდ რაღაცას გეუბნება, მაგრამ არა ისე დეტალურად. გეუბნება რომ 23%-იანის და არის შარშანდელთან შედარებით დარეკვებში. ბუქინგი არ გვაქვს და ფიზიკურად ვერ გეუბნება. ყველაზე დიდი მომატება არის direction-ებში და შარშანდელთან შედარებით 35% არის. და ვებსაიტ კლიკებში 6.8% და ბოლო 6 თვის ტრენდიც ასე თუ ისე აღმავალია რა, აგრეთვე ივნისთან შედარებით, უფრო მაგარი კლიკები გვქონდა. პლუს დავბრუნდი overview-ში და რაც ძალიან საინტერესო არის, განახებს რა keyword-ებით გიპოვეს. და ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი წარმატება, რომ რეალურად ანუ არა, აქ რა დიდი ბრენდი არ არის, დიბლოკი და ძირითადად ჩვენ ხა ვინც ჩვენ კლიენტებს ესე ვთქვათ, რაც არის, ესე ვთქვათ, მიმართულება არის, რომ coworking-ი non-branded იმებზე დავირანკეთ რა. თითქმის ჩათვალეთ, რომ რაღაც 60% სადღაც შემოდის არაბრენდირებული search-ი. და ასევე გვეუბნება mobile Google Maps-ი, Google Search-ი, ანუ აქეთ 48% ინტერაქციების იყო Google Maps-იდან, ანუ პირდაპირ Google Maps-ში მოგძებნეს და იქიდან გადმოვიდნენ. Google Search-ი ტელეფონიდან იყო 22% და ამ ჩაშლებს გეუბნება, რომ დესკტოპზე Google Maps-ზე ყველაზე ცოტა ადამიანი ეძებს, ზოგადად დესკტოპი, ანუ ყოველთვის ტელეფონი უფრო მეტია ხოლმე, რამდენი გამო 70% დაახლოებით არის mobile. ეგ არის და ეგ, ვისი data-ს ნახვაც შეგვიძლია რა, უფრო დეტალურად არ ჩადის, მაგალითად აი ხა coworking-ი რომელ თვეში რამდენი იყო და აი რაღაც ეგეთ დეტალებში არ ჩადის რა. უბრალოდ გაძლევს ესეთ რაღაცა რამდენი search-ი იყო და რამდენი interaction. შემდეგი არის კიდე advertise არ შევეხებით, booking-ებს არ შევეხებით, question and answer-ი არის. აი ესეთი ამბავი და კარგი არის თუ გექნებათ, თუმცა ანუ ეს არ არის რომ ჩვენ მაგალითად საიტზე ვამატებთ FAQ-ს. საიტზე FAQ-ს რომ ვამატებ, შეგიძლია რომ შენ თვითონ მოიფიქრო რაღაც კონკრეტული კითხვა, გასცემ რაღაც კონკრეტული პასუხი და რაღაცა წინასწარ შენ რაღაც customer-ს იცნობ და იქიდან გამომდინარე ადგენ ხშირად ასმულ კითხვებს და მასზე გაცემულ პასუხებს. ამ შემთხვევაში არის რომ ტიპი გეკითხება აქ რა, ანუ user-ი უნდა მოვიდეს და თვითონ უნდა კითხოს რომ რაღაც კონკრეტული კითხვა დაგისვას. ამის გაფეიქება შეიძლება რომ რაღაც შეხვიდეთ გასვლა კითხვა და მე უპასუხოთ. არ გვიქნია დიდად არასდროს
არ ვიცი სიმართლე გითხრათ რა გავლენა აქვს, მაგრამ მე ეჭვება რომ დიდი გავლენა ქონდეს, უბრალოდ შეიძლება რომ დატესტოთ რაღაც მომენტში რა. აი ეს არის საინტერესო ask for review, ძალიან მარტივად თვითონ გეუბნება რომ უბრალოდ შეფასება მოითხოვე, და არადადებითი, უბრალოდ მოითხოვე შეთანხმება და მეილი, WhatsApp-ი, Facebook-ზე პირდაპირ links და QR codes გიგენერირებს და გეხმარება რომ რა შეიძლება მარტივად და ეფექტურად მოთხოვო ის რა. ოკეი. ვაკითხები ბოუში. ეგ არის და ეგ რა პროფაილსი რაც არის კიდე. ეს კი არა, აქ იხარ რატო არ მარახებს? არ ვიცი. პროდუქტების დამატება შეგილია, რატომ აქ არ მომატებინებს? ვარ სიტყვა ის პროდუქტები არ. მაგრამ ზოგგან მაგალითად შეგილია რომ პროდუქტები დაამატო ფასტას. აი, ხო, იცის რაღაცა. შეგიძლია რომ მაგალითად დაამატო პროდუქტები. თან ნახე ძალიან მაგარი რაღაცა არის. ხარ დაუშვათ, არის ისე დავაქო ავიღოთ მაგალითად, რაც მის შეჭრის რაღაცა სხვადასხვა სერვისები გაქვს და თან კიდე შამპუნებს და რაღაცა ბალზამებს, ფრის დამარილებელს, სახის კრემს, არის ბევრი რაღაცა შეიძლება რომ კიდე რა. ეხა მეგალაბი მეეჭება რომ რამე პროდუქტები კონდეს, მაგრამ ბევრ სხვა იმას აქვს რა. მსგავსი რაღაცა კომპიუტერი პროდუქტები რომელსაც ყიდია. აი, ყავისის თუ ხარ შეიძლება რომ ადგილზე ემსახურები და პლუს გაქვს რაღაც კონკრეტული რაღაც ასაფქვავი ყავა, რომელიც დაფასებულს ყიდი და ასე შემდეგ. ეგ ყველაფერი საშუალებას გაძლევს Google My Business-ი, რომ პირდაპირ გამოიტანო პროდუქტების სექციის საშუალებით. მარტივია ძალიან. არ გჭირდება რომ საიტზე კონდეს ეს პროდუქტი ატვირთული, უბრალოდ პროდუქტის სახელი, კატეგორია, ფასი და აღწერა და ფოტო და მეტი არ ჭირდება არაფერი ავტომატურად დაგილისტავს აქ და ძალიან მაგარი რაღაც არის. კაი არის რომ გამოიყენოთ ხოლმე თუ თქვენ კლიენტს რაღაც კონკრეტული ეგეთი პროდუქტები აქვს რა. ასევე ლესე შეუძლია რომ ეგეთ გამოიყენოს და პლუს გაძლევს საშუალებას edit services მაგალითად. არ ვიცი რაღაც სავერიფიცირებელი არ თუ რატო არ შვება. აი, რა გვაქვს ჩვენ დადებული რომ ანუ ლესეში ხიდი ხარ დანებსაც ყიდულობ, მაგრამ ასევე არის ლესვის სერვისი. დამატებით სერვისი გარდა პროდუქტებისა, რომელიც შეიძლება რომ გამოიყენო რა. ესენიც მაქსიმალურად ბევრი უნდა დავამატოთ, რა ტიპის სერვისებს დავაზოთ ჩვენ მოხმარებლებს. ხო, სხვა არაფერი არ არის იდეაში. ოკეი. ეს არის საიტები, სადაც აუცილებლად უნდა გქონდეს თუ ნახე, ეს არის გათვლილი ამერიკულზე რა Yahoo ლოკალი, Bing-ი, Yelp-ი, Merchant Guide-ი, Yellow Book-ი, Yellow USA, Yellow.com-ი, ბევრია ძალიან და SEMrush-ს აქვს რაღაცა ლისტი მაგისი, თუ აქ კიდე კი არ ვიცი. ის რა არის ვაფშე არ ვიცი. ვა. აი ეს ხა ალბათ დაამატეს ძალიან ცოტა ხნის წინ და არც მინახავს. ეს ძალიან საინტერესო რაღაცაა. მივხვდით ხო რაც არის AI agent-ი არის და რაღაცას ნახულობთ მიდის და თვითონ აიძებს პასუხებს და ფოტოებს რევიუს პასუხობს, პოსტერს აპდეიტებს და სერიოზული რაღაც არის. კაი, ამას მე მოვინიშნო. სავარაუდოდ გურუ უნდა იყო, ხო, რომ ეს ქნა, ეს სერვისი. აი ხა, რამდენს მოგთხოვს თქვენი აზრით? არ ვერ დავაჭერი, მე შეიძლება რომ გაიგიდია მაინც მithot რა არის. ეგრე გეუნების წინაზე ლექციაზე 400 евро, 400 დოლარი მომაჭოთ, რამდენი აღარ მოგხსოვს. ვერც გავიგე, მე გავიგე. არ გინდა მაშინ არ მოგაჭრას. არა, დავაბრუნებინე, რო ვერ გამეგო, ანუ ვერ გავიგებით რა. თან უყურებ ბანკს, რამე არ მომაჭრა. აგიდა რა. საინტერესო რაღაც არის. ავიჯერო ფულს არ მომაჭრის? პირველად თავის არსებობის ისტორია. ხო, არ მოუჭრია.
ნუ ესე რომ არ გითხრას ხო მაგათი გაიდლაინების საწინააღმდეგო. ეხა მეტყვის უცბად რომ აბა თუ გინდა განახო $100 მომეცი, ეგრე იცი ხო? აი free trial-ია მე მგონი. ხო. აა გასაგებ. ცდი ამას და გეტყვით რა, მოვინიშნე ეხა $30 აძაეროთ უფრო მეც ვეღოდები, არაფერი არ არის. უეჭველი თვრი, კაი ვაფშე მოდი ახლა ვეცდი მაინტერესებს. ოკეი, ამას მოვინიშნავ და კარგად ვნახავ რა. აი, ეს რა არის, აღარ ვიცი. აი, ეს უკვე სხვა იმის ისე. კაი, ეხლა დავუბრუნდით უკან. აქ კიდე ესეთი რაღაც რა, listing management-ი არის. და ავტომატურად ნახე 150 პლუს დაირექტორიში აბარებს შენ საიტს რა და რეალურად მართლა კაი რაღაც არის აი აუდი. მარა საქართველოში არ არის. ხო, ქართულ პროექტებზე, უცხოურ პროექტებზე გვაქვს რამოდენიმეჯერ გამოყოფილი და ძალიან მაგარი არის რა. სერიოზული, ეს არის ჩაგაბარებს ან იაფიღირს და ბევრგან გაბარებს ავტომატურად. ხელითაც შენ თვითონაც გააკეთებ ან რაღაც სხვა სერვისებიც არსებობს, მაგრამ კაი რაღაც არის. და აქ არის კიდე რომ აერთებს შენ Google My Business და უბრალოდ გიმარტივებს, ანუ თვითონაც მაგაზიანებია, რომ პროსტა effortlessly რაღაცებს ნახულობენ რა. რაღაცებს ნახულობ. კიდე არის mainframe tracker-ი, რომ რეალურად ნახო რა როგორ არის, მაგრამ არ გვაქვს დაყენებული, თუ რახას კიდე ფულს გართმევს. მაგრამ მოკლედ ლოკალურისთვის ცალკე რაღაცეები აქვს, უბრალოდ ანუ აი კლიენტს მართლა აი იმენა ლოკალურზე დიდი მოთხოვნა უნდა იყოს, რაც საქართველოზე ნაკლებად არის ხოლმე რა. ოკეი. რა სტატისტიკა შევხედოთ, ანუ ეს ცოტა აუთდეიტით არის რა, მოკლედ ესე წერია Google-ში, მაგრამ ძალიან ბევრი უყურებს, ჩემი 70%-ზე მეტი უყურებს. და ხო, conversions ახლა 270 საიდან მოიტანა, ვინ მოიტანა, არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ეგრე არის რა, 3-ჯერ 4-ჯერ შეიძლება რომ conversion-ები გაგიზარდოს კარგმა review-ებმა. შეიძლება რომ მეჯერაც რა. ოკეი. კარგი, იდეაში ეს ისე მიმართულება, ეს მოვწურეთ, მაგრამ ეხლა დაუბრუნდები თავიდან რაც გითხარით, SEO in Chicago რო იყო მაგალითად რა. მანდ რა ხდება? ესეთი ის ქონდა, განახებთ. ეს ეს იყო ჩვენი კლიენტი რა. და ესეთი არასწორი სტრატეგია ვქონდა ადრე 2022-ში, ჯოშის სტრატეგია იყო, რომელსაც ასეთ ისე ვიხმარებოდით, რომ აი მოდი ეხლა და ყველა ქალაქისთვის შევქმნათ გვერდები, რაღაცა სად არის საიდან მივაგნო, არ ვიცი, მაგრამ აი ესეთი გვერდები ნახეთ. Drain unblocking East London, drain unblocking და რაღაცა 100 უბანი ვქონდა ჩამოწერილი რა. Drain არის plumbing სერვისები არის რა. სანტექნიკის სერვისები. რეალურად საშინელი შედეგი ვქონდა, რაღაც 150 გვერდი ავაწყეთ, ვადუბლირებდით და ვცვლიდით keyword-ებს, ანუ ვაფშე ნული შედეგი ვქონდა და ძალიან მარტივია გახსნა აქ მაგალითად. როდესაც geo-targeted ლოკაციებს ვქმნით, სადღაც მინიმუმ 80% ამ გვერდების უნდა იყოს უნიკალური. ჩვენ რა ვქენით, დაშვებოდით იცი, ესე ვაწყობდით და უბრალოდ საცვლიდით URL-ში East London-ის მაგალითად West London, აქაც West London და სადაც East London-ი და ლოკაციის keywords ამოვცვლიდით უბრალოდ და გვერდი იყო იდენტური. ეგ არის სიგიჟე, რაც სათვალე თუ duplicate content-ი არის, Google-ის საკმარისად მეტად ჭკვიანი არის, რომ მიხვდეს მან რასაც აკეთებ და შანსი არ არის, რომ ეგრე დაირანკო რა. და მაგაზე ქონდა ძალიან მაგარი პრეზენტაცია Barsa-ში, ერთ-ერთი ტიპს, ვინც მუშაობს მარტო ლოკალური მიმართულებით, რომ მაგალითად, აი SEO agency დუბაიზე თუ გინდა რომ დაირანკო. ანუ როგორც მინიმუმ აი ფოტო მაინც უნდა დადო უნიკალური იქიდან.
თლიანად კონტენტი უნდა იყოს მორგებული კონკრეტულ ლოკაციას. რა ჩიკაგოზე და დუბაიზე თუ ერთნაირი სტრუქტურა და ერთნაირი გვერდები გაქვს, თუ უბრალოდ ჩიკაგოს მაგივრად ერთგან დუბაი წერია და მეორეგან დუბაის მაგივრად ჩიკაგო, ეგ არ ნიშნავს, რომ შენ ჯეო-თარგეტით ლოკალური გვერდები გაქვს შექმნილი. ლონდონზე უნდა იყოს მორგებული კონტენტიც უნდა განიშნოდეს, ეს არის ლონდონზე. მაგალითად, რაღაცა წვიმიანი დღეები უნდა ახსენო, რომ წვიმა რამდენად უფრო შეიძლება მშვებოდეს, რაღაც მილებს ჭედავდეს, რომ ტალახი უფრო იცის. ეხლა დუბაიში თუ დრეინ ამბლოკინგი გაქვს, წვიმაზე არ უნდა ილაპარაკო, ხო? წვიმს თუ არა არც ვიცი იქ და მაგიტო ეგეთი ამბავი არის, რომ ყველანაირი დეტალით უნდა ვეცადოთ, რომ თუ გვერდი გვაქვს ჩიკაგოზე, დუბაიზე თუ რაზეც არის, უნდა იყოს მორგებული მთლიანად იმას. ფოტოები, აი რავი, ახლა მაგალითად ერთ-ერთი ჩვენი კლიენტი იყო, რომელსაც აუჯამში ვერ მოიცავა ამ მიმართულებისთვის რა, იმიტომ რომ ბევრი კლიენტი ყავთ ისედაც დუბაიში უნდათ software development-ის კომპანიად პოზიციონირება და ანუ უთხარით, რომ შემდეგზე დუბაიში რო წახოთ, ფოტოები გადაიღეთ დამფუძნებელმა და ჩაგვიგდეთ რა. კონფერენციაზე რო ხართ, ის რო ხართ, ეს რო ხართ, რომ Google-ს და მომხმარებელს ამ შემთხვევაში ერთიანად განვიხილოთ, დაუმტკიცო ანახო, რომ იმ ადგილზე აზრზე ხარ შენ და პროსტა, იმიტომ რომ 100 გვერდი ააწერო, ყველგან კლიენტები ყავდეს, მაგას არ აკეთებ. ჩვენც ქონდა მაგის გეგმა რა. თავის დროზე რა ერქვა SEO agency in და ბევრი ის რა, მანჩესტერი, ლონდონი, ლივერპული და ასე შემდეგ. მე უბრალოდ ფიზიკურად რო აღარ გვეყო რა, მაგ მიმართულების გაყოლებაზე, მაგრამ ეხლა რომ მაგ სტრატეგიას მივყვებოდეთ, ძალიან კარგი გვერდების საწყობა შეიძლება და 80% უნდა იყოს უნიკალური კონტენტი, ყველაფერი. 20% შეიძლება რომ მეორდებოდეს ეხლა რაღაცა. იგივე სერვისია ხო, შეიძლება 30%-ის მეორდებოდეს, მაგრამ თქვენი ალღო უნდა იყოს, რომ ეს გვერდები არ შევხედოთ, რომ ერთი და იგივეა და პროსტა კიوارდებს არ მოვცვლი, რომელიც 10 წლის წინ მუშაობდა და დღეს ფიზიკურად აღარ მუშაობს რა. გასაგები არის ხო, რასაც გულისხმობ. კი, მაგრამ აი მაგალითად ხო არის ესეთი ბევრი ის მინახავს ბიზნესის საიტი, სადაც მაგალითად საერთოდ ლოკაციის შესახებ არც ან მაგალითად რა ვიცი რაღაც მელთი სიტყვაზე, ხო? მელბურგერი ან რაღაცა. აი მან საერთოდ არა დაკავშირებული რამე მაგალითად თბილისთან ან რამე, უბრალოდ აი მელთი და ეს შავი ბექგრაუნდი და რაღაც უბრალოდ ბურგერები. ან მაგ შემთხვევაში მაინც უფრო ნაკლები შანსია რომ დაირანკო ესე მაგიდან ან ხო შეიძლება ითქვას კი. აი თუ არ გაქვს მაგრამ მარტო ონლაინ თუ მუშაობ, მაინც უნდა დავვრთო ესენი? კი. მაგას შვებოდი, software development-ზე რავი რა ონლაინ მუშაობ, ეხლა ჩახვიდე შეხვდე. sales-ზე ვაფშე არ ჭირდება, ეხლა რო აქ რამდენი კლიენტი ყოლია და არანაირი საჭიროება არ ყოფილა არასდროს, რომ რაღაცა ფიზიკური შეხვედრა მოხდარიყო. შესაბამისად ხო, მაგრამ მაინც უნდა ვანახოთ, რომ არ შეიძლება ონლაინ მუშაობდე, მაგრამ შესწავლილი ყავდეს იქაურო. ნამყოფი არ იყო ლონდონზე, მაგრამ ლონდონელზე მეტი იცოდე, იქ რა ხდება რა. აჰა, ესე. მეგონი მოურჩიდი ეს კარგად გავიარეთ, მანდ გავიარეთ და რამე კითხვები ხო არ გაქვთ? და თან სემნაშის იმას შემდეგი თვე რო აღარ მომაჭრას, ვარ დამოვიწყეს. ლუკა მე მგონი არ მოხდა გააქტიურებული, ხა ჩამოსმა არ მიჩნს და შეგიძლია რა შემოსმა მეილს მეხსარ WhatsApp-ში ჯგუფში. ოკეი, შევამოწმებ. წესით უნდა იყოს. მადლობა. მეილი არ მოხსლია ნახე და არ არის ხო მეილი? არა. ოკეი. აუ შენ მე მგონი სხვა მეილი შემიცვალე და ხოლმე დამავიწყდათ ხო? ორივე ნახე და არც ერთი არ იყო. გამოგიქცევი ხარ აბა. ოკეი. და ვიცოდეთ სემრაში რამის დაკენსელება არის ურთულესი. ბევრ ყოველობ რა სად უნდა დავახეს. კაი, მოდი ერთი წამით სანამ დავიშლებით. უნდა განახოთ დავალებაც. Όλοι πάλι εσύ. So είπα.
ისე არც ისეთი პატარა დავალება არ არის დოფიქსი. ესეთი ამბავია, რომ ვითომ ჩვენთვის SEO EJS-ისთვის rank files-ისთვის უნდა ვიპოვოთ geo-targeted keyword-ები ამერიკაში, ინგლისში, კანადაში. კაი, მოდი დავაწვრილებთ, მოდი მარტო ინგლისი იყოს, არაფერს არ ვიცხლის ახლა ეს. ინგლისში. უნდა ვიპოვოთ, თან პატარა keyword research-იც არის რა, უნდა ვიპოვოთ დაბალი low keyword difficulty keyword-ები, რომელიც კონკრეტულ ქალაქებზე იქნება, აქ მაგ მოცემული ჩიკაგოს მაგალითი. უნდა შევქმნათ ისე პატარა keyword research-ის ფაილი და 5 ქალაქი საკმარისი არის რა. და თხოვთ რომ keyword difficulty-ს არ შეხედოთ მხოლოდ რიცხვით და ხელით შევამოწმოთ, აბა რადონი საიტებთან გვაქვს საშუალება. და კონკრეტის 5-ვესთვის სალსაკე კონტენტის ბრიფი გავაკეთოთ და ნუ აი უბრალოდ ახლა ძალიან ბევრი დავალება გამოდის, page brief-იც კაი იქნებოდა, მოდი არ გვინდა კონტენტის ბრიფი იყოს ხოლმე და ხოლმე. გასაგებია ხო, მეგონი რა ძალიან straight forward დავალება. ანუ ეს როდისთვის გამოდის? ოქრობათისთვის? აღარ ვიცი, თქვენ როდესაც გინდათ მოგდროისთვის. აჰა, გასაგებია. კარგით, რა მეტი არაფერი ჩემი მხრიდან. ხაზზე ვარ, თუ რამე კითხვა გიქნება, დავალებას ავტვირთავ, ყოველთვის ავტვირთავ და შემდეგ ლექციაზე გეოდებით AI და campaign-ის management-ი იქნება შემდეგი ლექცია. შეიძლება რაღაცები გადავათამაშო, არ ვიცი, შეიძლება რომ AI-ს ცალკე მივუძღვნა და უფრო. თქვენ როგორ გიშჩევნიათ, რომ AI-ზე მეტი ვილაპარაკოთ თუ ნაკლები? მეტი ჯობია. იდეაში მაშინ, ეხლა მე არ ვარ ტექნიკურად AI-ის სპეციალისტი რა. უბრალოდ ჩემი გამოცდილებით და მე თვითონ ასწავლით და ასე შემდეგ რაღაცები ბევრი შეხება მაქვს როგორც users რა და არა როგორც developers AI-ს. და რაც შეიძლება მოკლედ ბევრ რაღაცას გამოგიგზავნით. მე რასაც ვაკეთებ ხოლმე, მაგალითად ერთ იგივე კითხვა შეიძლება დავუსვა 5 სხვადასხვა LLM-ს და მე მაქინა გამოვიტანო ხოლმე და აი ეგეთ დეტალებში მაქსიმალურად ჩავალ, რომელიც შეიძლება რომ 100% SEO-ზე არ იყოს და მუშაობაზე რაში ვიყენებ და მაგ ყველაფერს შევეხები. და თუ გინდათ რაც ზოგადად ინფორმაციულად კომპანიებზე გეტყვით, როგორ არის რა სიტუაციაში და ჩემ აზრს გეტყვით, ვინ საიტკენ მიდის და ვისაც ძლიერი მხარეები აქვს ჩემი რისერჩიდან გამომდინარე. რა რისთვის ჯობია რომ გამოვიყენოთ რა. Okay. ძალიან კარგი. შემდეგი ლექცია მაშინ მარტო AI იქნება და აი იქით მე კიდე ერთი ლექცია რაც მაქვს, იქ უკვე ისე იქნება. იქ გავაერთიანებ ორს campaign management-ს, რომელიც რეალურად იმდენი ვილაპარაკეთო დიდი აზრი არც აქვს და მაგას და Upwork Fiverr-ს გავაერთიანებ რა. მადლობა. და უფრო უსვათ პატარა კითხვა. ბოლო ლექსია და აი, ბოლო ლექსია როცა გვექნება, მაგ დროსაც იქნება ფინალური დედლაინი თუ ის ბოლოს იქნება თუ როგორ. 16 ლექციაზე უკვე წარდგენა გაქვს რა. წარდგენა. ესე. ეს იქნება 21-ში, ხო თუ სადღაც ესე იყო. მე მგონი 21 უწევს. მე მგონი 21 უწევს. აი, მადლობა. ბოდიში ვარ. ფინალური დავალების დედლაინი ითვლება მე-16 ლექციის დღეს. მე-16 ლექციის წინა დღეს, რომ ჩვენ ლექციამდე გადავხედოთ ყველას. კი, კი. მადლობა ლუკა, დროებით. დრო. დროებით. მადლობა ლუკა, კარგად.